მოგესალმებით, ეს არის უკარო სტუდია და მისი პირველი პროექტი ჩემი გუნდია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ PSG-ზე, PSG-ს წარმატებაზე და ასევე კვარას წარმატებაზე, იმიტომ რომ კვარა ამ გუნდში ახალი გადასულია და ეგრევე ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ჩვენი სტუმარი არის ცოტნე კინკლაძე, სპორტსპოტიდან, ცოტნე როგორ ახარ? როგორც გავიგე, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მონაწილე იყავი, ერთ-ერთი სტადიონზე იყავი და ყველა ის ემოცია გაიგე. მოდი თავისთავად დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში იმ ფინალიდან, იმ დიდი ფინალიდან, რომელსაც ყველა ვისიამოვნებთ, იმიტომ რომ ეგეთი სასწაული თამაში, დომინირებული თამაში PSG-ში ჩვენ პრინციპში არ გვინახია ამ სეზონში, გარდა რაღაც ისეთი ზოგადი გუნდების, აი ბრესტ რო 7 მთვალი მოგდა მსგავსი. გისმენთ ცოტნე. პირველ რიგში წარმატებები თქვენს ამოწყებაში და გამოიწერეთ მათი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეოც. რაც შეეხება ფინალს, საოცარი ემოციები იყო, ხა მით უმეტეს ქართველი რო თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ფინალს და ასეთ რამეს ესწრები, ძალიან მაგარი შესაძლებლობა ნებისმიერი სპორტის და მით უმეტეს ფეხბურთის გულშემატკივრისთვის. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ მაგას ვიძახი რა, 7-6 წლის წინ ჩემ ჭყალებში თინეიჯერობაში რო წარმომედგინა, რომ მალე ძალიან მალე ქართველი ფეხბურთელი ითამაშებდა ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ვერც დავიჯერებდი რა და ხუჭა კვარაცხელიამ გააკეთა ეგრო რაღაც აი ნახტომი იყო, უცებ აი წარმოუდგენელი და გვაოცებს ეს ადამიანი ჯერ ნაპოლიში გააკეთა, შემდეგ აი პარი სენ-ჟერმენში მისვლის შემდეგ რას აკეთებს ხო? ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორც აი მესი, მბაპე, იბრაჰიმოვიჩი კიდე აღარ ჩამოვთვლი რა ფეხბურთელებს უთამაშიათ ამ ხელაგრანჩი, მათ ვერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის მოგება და მივიდა 6 თვის მისულზე და ჯერ რომ შეუცვლელი ფიგურა გახდა გუნდის, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით ბოლო იმის PSG-ს მატჩებს ყველა სვლიდა კვარას გარდა, იმიტომ რომ დაცვაში ძალიან მაგარ სამუშაოს ასრულებდა და ეგ დღევანდელ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ფინალშიც გამოჩნდა რა PSG-ს პრეზიდენტმა ილაპარაკა 2-3 დღით ადრე კვარას ძალიან ძიმე ტრავმა ჰქონდაო, მოედანი საკაცით დატოვაო და არც ვაპირებდით მის ვარჯიშო, მატჩის წინა ვარჯიშზეო. ნუ თამაში განაცხადა შევიყვანდით და მე ვაპირებდით ზოგადად ასე ვთქვათ მატჩში ჩართვასო და ენრიკესთან რო ვისაუბრებ ამ ვარჯიშის მერე ძალიან ნერვიულობდიო, იმიტომ რომ ვიცოდიო მისი მნიშვნელობა. ენრიკე მითხრაო რომ სულ რომ ასე ვთქვათ ცალი ფეხით იყოს კვარაო, დარწმუნებული ვარ მაინც გამოვა და მაინც ივარჯიშებსო და ეს ეტყობოდა ვარჯიშებს. მე რაღაც კითხვის ნიშნები მქონდა რომ ან რაღაც შეიძლება უხასიათო და იმიტომ რომ თასის ფინალის გამოტყვა და მეთქი სკამზე ხო ვარძის და მაგიტო ხო არა. პრინციპში ხა თასის ფინალი ძალიან ისეთი თამაში. ხო, მაგრამ აი მაინც ხო, აი რაღაც ტკივილის გამო გამოტყვა მოკლედ თასის თამაში და მეთქი აი ბარკულამ და დუემ ორივე კარგად თამაში და სკამზე ხო არ გადასა თქო, ეგეც ვიფიქრე რა, იმიტომ რომ ვარჯიშზე მაინც ისე იყო რომ პირველი დატოვა ვარჯიში, ანუ ივარჯიშა გუნდთან ერთად, მაგრამ მალევე გავიდა ვარჯიშისგან და ენრიკე და კვარა იყვნენ პირველი ის ვარჯიში დატოვეს და ის ვიფიქრე რომ პრეს კონფერენციაზე ხო არ არისო და პრესკოზეც არ იყო და აი მაგაში დავეჭდი რომ აი მივხვდი რომ რაღაც ისეთი იყო რომ რაღაც ჩაულებრივად არ ხდებოდა რა და ისე აი თამაშზე იყავი კიდევაც ვახსენებ დასაწყისში და რეალურად ხა მიჩვეული ვართ ხა რეალის ბარსას თამაში რაღაც ხდება სტადიონზე ერთი მომენტია, მაგრამ PSG-ს შემთხვევაში რაღაც განსხვავებული ხდებოდა, იმიტომ რომ ხა PSG-ს მანამდეც ჰქონდა რამოდენიმე წლით ადრე მოგების შანსი რომ ბაიერთან მოიგო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოიგო. ისიც კაი გუნდი იყო ძალიან დაკომპლექტებული, შეიძლება აქ ამ გუნდს რო შევადაროთ ვარსკვლავით ბევრად უკეთესიც იყო, მაგრამ ნუ რაღაცა მიზეზების გამო ვერ მოხდა ეგრე რა. მე რასაც ახლა მედიის საშუალებით ნახულობდი ფრანგი ესე ვთქვა ჟურნალისტების საშუალებით, საოცარი ის იყო მთლიანად ქალაქში, იქიდან გამომდინარე რომ თვითონაც რაღაცნაირად გძნობდნენ იმას, რომ აი ტიტულთან იმდენად ახლოს იყვნენ, რომ უბრალოდ 2-3 საათის ამბავი იყო ის, რომ საბოლოოდ თასი აეწია PSG-ს ხელში. ხო, ეტყობოდათ ეგ აი ნახევარფინალში. ისეთი მეტოქები გამოგდეს და ისე ითამაშეს ყველა თამაში ჩემპიონთა ლიგაზე და ჯერ საიდან მოტრიალდნენ ვაფშე სიტისთან რომ აგებდნენ იმ თამაშს მოატრიალეს მანდ რო არ მოიგო, დიდი შანსი იყო რომ ვაფშე იმ ფაზის ჯგუფიდან ვერ გასულიყვნენ რა. და ეგ ეტყობოდათ მე ვილაპარაკე PSG-ს გულშემატკივარსაც პარიზშიც ვიყავი ნახევარფინალზე და ყველა იმას იძახდა რომ ჩვენ არ გვჭირდება მარტო ტიპი მოთამაში რა. რო დაფიქრდე ისეთი ვარსკვლავები ყავდათ რომ ძირითადად მარტო შეტევაზე აკეთებენ კონცენტრირებას, აი მარტო თავის სტატისტიკაზე რომ რაღაცა ის რეკორდი მოიხსნა კიდე გაეუმჯობესებინა, ის სულ რაღაც ეგეთ დეტალებს და ესეთი შეკრული გუნდი არ ყოლია პარი სენ-ჟერმენი და მე სულ იმას ვამბობდი რომ ერთ-ერთი მათი პრობლემა იყო აი ეს ნახევარდაცვის ხაზი რა. ჩვენ ჩავალთავთ მე სიღრმეში წარსულს გავიხსენებთ, არასდროს არ ყავდა ამ გუნდს ნახევარდაცვის ხაზი ასეთი დონის მით უმეტეს. სულ აი ერთი ვერატი მახსენება, ვინც აი ძალიან მაგარი იყო.
აი ეს სამი კაცი რას სამუშაოსაც ასრულებს. ბევრი ვერატის ნაწილს ახლა მაგალითად ვიტინია თუ საერთოდ და რუის ჩაანაცვლებ და არც მეგონა. მეც არ მეგონა სიმართლე. ვერატი არის აი მართლა რასაც ქვია ცენტრში იყო, რასაც ქვია ანაწილებდა იდეალურად ყველაფერს. ხო, რამდენი ფეხბურთელი მოიყვანეს აი ვერატის მეცე დანილო პერეირა მოიყვანეს, უგარტე მოიყვანეს, აი ვიღაც პერსპექტიულ ფეხბურთელებს უეძებდნენ და სუმოყავდათ რა. აი ვერ ამართლებდა იქ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიტინიამ ძალიან მაგრა გაუმართლა და დღეს ალბათ ერთ-ერთი კანდიდატია ოქროს ბურთის მოგების და აი მატჩის დღეს ახსენეს შენ და ეგეც რო გავიხსენოთ ყველა მედია საშუალება იქ ვინც იყო პრესკონფერენციაზე თვლიდა რომ ვინც ნახევარდაცვას მოიგებს ის მოიგებდა მატჩი, იმიტომ რომ ინტერსაც ძალიან მაგარი ნახევარდაცვის ხაზი ყავს ბარელა ჩახანოგლუ მხითარიანი ძალიან მაგრა თამაშობდნენ თან გამოცდილება აი სწორედ მაგაზე უსვამდნენ ხაზს რომ უფრო ასაკოვანი, უფრო ისეთ გამოცდილი ფეხბურთელები, იმიტომ რომ 3 წლის წინ ფინალი აქვს უკვე წაგებული და ფინალის მნიშვნელობა იციან და თითქოს აი მარტივად ამ ახალგაზრდა ბიჭებს მარტივად სისხლიანი ხალხი არის ხო და არა ნუ მანდ უკვე ასაკი და ის არ თამაშობს რა ენრიკემ ისეთი ატმოსფერო და ისეთი ქიმია შექმნა მუჩი რომ ანუ აი შე რამდენად ეთახმები იმ ნაწილს მედიაში არის ანუ აქტიურად იწერება კიდევაც და იდეაში ხა ბოლოს გამოჩნდა კიდევაც რომ რასაც ითხოვდა ენრიკე კვარასგან ის მიიღო რა ჩემი აზრით აი ბაპეს უკმაყოფილების ნაწილი ძირითად ნაწილში ის იყო რომ ბაპეს არ უნდა უკან თამაში რა ის ვიდეო ხო გაქნა ნახე ენრიკედან ბაპე რო ლაპარაკობს აი ზუსტად ეგ არის კი მომენტს რო უხსენებს რომ ანუ სწორადაც არის ახსნილი ეგ ის რა შენ ხარ ლიდერი და იწყებ ასე ვთქვათ თავდაცვით იწყებ შენ შეტევას რეალურად რა რომ შენ თუ ძალიან მაგრა დაიცავ ჩათვალე შეიძლება იქვე ართვა ანუ რაღაც იქვე გაიტანო გოლი ანუ შენ ხარ პირველი კაცი ვინც შენი გუნდს იცავ თავდასხმელია ის კაცი რომ ხო და აი მაგაზე მახსენდება გვარდიოლას ბარსელონა რა საერთოდ არაფერში აჭრდებოდა მესის თუნდაც ცენტრის დახმარება ან ჩამოსვლა რა იქიდან გამომდინარე ხა ხავი ინიესტა იყო აქეთ ბუსკეტსი იყო და ანუ იდეალურად ანაწილებდა ყველა ფეხბურთის იყო ალბათ რა და მithumetes აი ფიზიკურობაზე ამ სირბილზე დაცვით ასპექტებზე ნაკლებად იყო ყურადღება და აი დღეს უკვე ფეხბურთი ისეთ დონეზე მეცნიერებამდე დავიდა რა უკვე ისი არის რომ ალბათ ფიზიკურ მომზადების მწვრთნელს აბარია გუნდის 50%-ის რაღაც შედეგი და დღეს რო ესეთი ფეხბურთია შენ რო უკან არის რომ ბაპე კი არა ვინც არ უნდა იყოს სულ მართლა მესი იყო ის ერთი კაცის რო გაკლდება აი უკან ნებისმიერი კარგი გუნდი იმ დონეზე ჩემპიონთა ლიგაზე მithumetes ან სიგიჟია რა რომ აი ერთი კაცის რო დატასაობს ამ სიტყვის მნიშვნელობით სტადიონზე არ შეიძლება რა და უნდა თქვათ ის რომ კვარავახსენეთ და მის დაცვითი ფუნქციები და ლუის ენრიკემ სკამზე გადასვა ბარკოლა რომელიც გახდა მაინც საუკეთესო ასისტენტი ლიგა 1-ის პირველ წრეში 10 გოლი გაიტანა მარტო ლიგა 1-ში და ნუ რა სტარტი ქონდა სეზონის და მიუხედავად ასეთი ფეხბურთელი ყოდა ფლანგზე მოიყვანა კვარა ну იმიტომ რომ უნდა ეს ფეხბურთელი იცოდა ამის ჟილკა ამის ჟინი ის შიმშილი რაც ამ ადამიანს აქვს გამოდმებით და აი გადასვა ფრანგი ტიპი დუეტს ძალიან კაი იყო რა მე რასაც უყურე მარტო ფინალში არა მანამდე თამაშებში და ჩემპიონატში ლიგა 1 კი დუეტს ძალიან კაი რა უნდა ვთქვა ხო ფინალში რა ითამაშა და როგორ ითამაშა მაგრამ ახალგაზრდა რა ცოტა თავში უკრის ესე ვიტყვი იმიტომ რომ აი მომენტი არის რომ რაღაც ედმით რაღაცას აკეთებს აი დემბელეს და კვარასგან ეგეთ რაღაცას ვერ ნახავ რა და მაგას ეტყობა ეს ახალგაზრდობა გამოუცდელობა სხვათა შორის მაგიტო ვიფიქრე რომ შეიძლება მაგიტო ფინალურ მატჩში ბარკოლა მარჯვენა ფლანგზე დააყენოს და დუე გადასვას რა მაკედან გამომდინარე ანუ ბევრი რაღაცა აი ძალიან მაგარი როტაცია იყო ვაფშე საერთოდ აი ეს ამხელა როტაცია რო გაქვს კვარა დემბელე დუე მე ბარკოლა შემოდის სამივე ისე მოძრაობს თავდასხმის ხაში რა დადიან აქეთ-იქით ყველა შეიძლება უცებ რაღაც კვარა ჩამოვიდეს და მარჯვენა ფლანგზე გაიჩითოს და უცებ ის მარჯვენა ფლანგზე რჩება კვარა აქეთ დუე გეჩდება მე დემბელე უცებ შეიძლება კიდე გადაეწყონ და ეს ფუფუნებაც არის რა და მაგარი არა პლუს ახლა უკნდა რომ აქედან ჰაკემი და მეკიქიდან მენდეში გეხმარება ანუ სასწაულია უბრალოდ ჯერ ანუ მცველები რასაც აკეთებენ ანუ თანამედროვე ფეხბურთში ხა გვინახია ფევნაერი მცველი ძალიან უკან რო არ წავიდა ხა კარლოსამდე რო არ წავიდა და კიდე მაგის უკან დანიალვეში იყო თან მithumetes პესაჟში თამაშობდა რა და სასწავლებს აკეთებდა იქაც მიუხედავად იმისა რომ უკვე ასაკში იყო მე გეტყვი ერთ თეორიას აი ამ ფლანგის მცველებზე თუ გინდა ჩემი აზრია რა ნუნუ მენდეში უნდა მოხდეს მინიმუმ ტოპ 5-ში თუ არა ჩემი აზრით ტოპ 3-საც იმსახურებს ოქროს ბურთის ნომინანტებში სეზონის მიმდინარეობისას გააჩერა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და ის ფეხბურთელი რომელსაც ალბათ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო სეზონი ჩაატარა. გააჩერა საკა რომელიც ანუ იგივე პრემიერ ლიგის ამომავალი ვარსკვლავია. გააჩერა იამალი ეხა ერთა ლიგის ფინალში გაუმკლავდა ინტერს და ანუ ისე ითამაშა 4-ვე თამაში და სეზონის ისეთი კარგი ქონდა შეტევაში ისე კარგად ერთვებოდა.
რომ ანუ კარვახალი წინ გავიდა მე-4 ადგილზე წინა წელს ოქროს ბურთის ნომინანტებში. ვერ ხვდები ეს ადამიანი, რომელმაც ტრიპლეტი მოიგო, ლიუს კიდე ერთ ალი გამოიგო და ეხლა მსოფლიო საკლუბო ელოდება წინ, როგორ არ უნდა დაასახელო ტოპ 5-ში. არავინ არ ამოსულს რა. თან ანუ ძალიან ტექნიკური არის რა, ანუ ცველისთვის რა, იმცალის რომელსაც ზირთად, გასაგებია რომ ფლანგზე უნდა დარბოდეს, ფლანგის გარდა ანუ მოტყუება ძალიან მარტივად შეუძლია რა. იმდენად ტექნიკურად ეხლა რა გააკეთა იმასთან, რა ქვია ესპანეთთან. იამალი ერთხელ ვერ გაცდა და აქეთ მეორე გოლზე რონალდოს გოლზე ისეთ რაღაცას უკეთებს იამალს, რომ მე რონალდოს გოლი მოყვა მაგ ყველაფერს და ის გოლის ხო გაიტანა პირველი ძალიან მაგარი ბიჭია და შედეგს რამდენად ელოდი, რომ აი ესეთი ანგარიში დამთავრდებოდა ფინალზე. ვერავინ ვერ წარმოიდგინა დარწმუნებული ვარ. ვერავინ ვერ წარმოიდგინა. აი მე ერთ-ერთი ვიყავი. ფინალი გახსოვს 5-0 არ იყო. არა, ეგეთი მსგავსი. შეიძლება ცოტა წარსულში რაღაც იქნებოდა. სხვა გუნდი რო წარმოიდგინო რა, შეიძლება ვიღაცა თქვა რომ აი მაგალითად დორტმუნდი გამოვიდა, ანუ ისეთი გუნდი იყო შეიძლება რომ აი ცალსახა დომინანტი რო იყო წინა წელს რეალი, ეგეთი დომინანტი გუნდისგან მოელოდო. მაგრამ ინტერი რომელიც ძალიან მაგარია, უმაგრესი ბარსელონა გამოაქვთ და ამას ემატება ის რომ სტაბილურად თამაშობს ბოლო 5 წელიწადის განმავლობაში და ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშა და ფსიქოლოგიური მზაობა ექნებოდათ ყველა მაგას ვარაუდობდა. მომზადებული გამოდის რეალურად რა. და უცებ 5-0 ანუ გამოვიწყო მე მატჩის წინა ვარჯიშზე სეტანტას ბიჭებთან ვილაპარაკე რომ მე მგონი ინტერია ფავორიტი თქვა ანუ ისეთი აურა იყო იმ თამაშზე და პრეს კონფერენციაზეც რომ მეთქი აი მე მქონდა იგანსდა რა რომ ჩავწერ ტელევიზორი მანამდეც მაგ ფიქრში ვიყავი რომ თუ სწრაფი გოლი არ გაუშვა PSG-მ ანუ ალბათობა იმის რომ ანუ ცოტა დიდი ანგარიში წავიდეს თამაში ან უბრალოდ გოლები გაიცვალოს მაღალია რა და რომ ინტერს სტაბილურად ეგრე აქვს რა გოლს თუ იტანს ცდილობს მე ნახევარდაცვა ჩაკეტოს და თითქმის შეუძლებელია რომ გოლი გაუტანო რა ეხა ბარსელონამ თუნდაც რაც აკეთა მანამდე ეგ იყო ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელი იმიტომ რომ ბარსა ძირითადად აგებული არის მაინც ტექნიკურ პასებზე იმაზე მაინც ხრელებს ეძებდნენ და ყველაფერს თავი დაანებოთ ჩემთვის ხა ლიგის საუკეთესო თამაში ბარსა ინტერის ორივე თამაში და მან კიდე იცი რა იყო ინტერმა დაამტკიცა რომ გატანა შეუულია თავიდანვე და მეორე თამაში 2-0-დან რაც გააკეთეს რა ხო სიგიჟი არის რა დაბრუნდნენ ისე დაბრუნდნენ როგორ მატჩი და ხა ეგეთ მატჩი რო ბრუნდები ბარსელონასთან მეგონა რომ პირველი ტაიმის მერე მეთქი ისინი რაღაცას იზავენ მეთქი მაგრამ ის აი არსენალზე რას ფიქრობ არსენალის მახსოვს რომ იყავი ხო ხო არსენალზე ლიგის ნახევარფინალზეც ვიყავი არსენალზე ძალიან ისე ვარ განწყობილი ნეიტრალურად უფრო უარყოფითისკენ ვიხები იმიტომ რომ არტეტამ თქვა ნახევარფინალის ორივე მატჩი რო დასრულდა ჩვენო ვჯობდით ორივე მატჩში და მე არ ვთვლი როგორ ჯობდი ორივე მატჩში როცა ანუ არა აი მეორე ნაწილი როგორ ვარიანტი ყავს მეორე კიდე შედარებით ოღონდ თანაბარი იყო რა პირველში ცალსახად წინ იყო PSG და ყველაფერში არა ანუ PSG-ს ეტყობა რეალის თამაში აერია მაგრამ ალბათ ანუ PSG-ს კანახით მიდიოდა თამაში და ის მომენტები ხა რაც იქნებოდა ეხლა ესეთ დონეზე რომ თამაშობს რაღაც მომენტს ნებისმიერი გუნდი შეგიძლია და მაგისთვის მზად უნდა იყო და ის მზად დავხდნენ ესენი და გაუმკლავდნენ ყველაფერს რა არაფერი არ გაუკეთებიათ ისეთი არსენალს რომ თქვა რომ აი დაიმსახურა აი როგორ შეიძლება მაგალითად აი ბარსა ინტერზე რომ გეთქვა რომ ბარსა უნდა გასულიყო შეიძლება ვერ მოგდაოდა ვერ შეგდავებოდა ადამიანი ხო ხვდები ეხა არსენალი PSG-ზე მიუხედავად იმისა რომ სულ ყარა იქ არ ყოფილიყო ვინმე ესე თქვა რომ არსენალი უკეთესი გუნდია და უნდა გასულიყო არ იყო ეგრე რა თან აკლდა რამდენი ფეხბურთელი ხო ისედაც ძალიან მაგრა ითამაშა სამის ფონზე მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში რო ხდება ისეთი გუნდი რომელსაც ცენტრალური თავმჯდომარე არ ყავს ეხა ეგეთ ფინალებით გვინახია ეხა არა ხო არა მანდ არ არის მაგრამ უბრალოდ რა მე რასული ეხა გეტყვი არსენალზე რა ჩელსის ხო ერთ-ერთი ეგეთი ფინალი რომელიც მოიგო რომელი ეხა იმასთან სიტისთან ხო მაგრამ იქ ჰავერცი ვერნერი მაინც ყავდა ღრმა შემადგენლობა და ვერნერი არა ჩანს ბოლომდე ის რა სტრაიკერი ტიპი არა ჩელსის ტაქტიკა ქონდა უბრალოდ იყო და აღარა ჩელსის ეგ ტაქტიკა ქონდა რომ 3-5-2 იყო ფაქტიურად 5-3-2 და ისეთი ნახევარდაცვის ხაზი ყავდა რომ იქ ორი ნებისმიერი შემტევი ერგებოდა რა აქ 4-3-3-ს თამაშობს დაჟე 4-2-1-ს თამაშობს შეიძლება 4-2-1-3-ს თამაშობს რა და ესეთ შემადგენლობაში რომ ცენტრალური თავმჯდომარე არ ყავს პლუს საკა არ ყავდა აქედან და რავი იქიდან საკა ცალკე ისა საკას ქონდა ალბათ ეგეთი სეზონი მომდენო 2-3 წელი ალბათ არ ექნება ანუ რაც წელს ქონდა რა ზოგადად რა საკას რა მე ხა ცოტა სკეპტიკულად უყურებ იმას რომ საერთოდ რატომ მოხდა რომ პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბოლოს ჩამორჩენ იმიტომ რომ ისეთი თამაშები წააგეს ან ისეთი თამაშები ფრეი თამაშობს რომ აი ცოტა როგორი მომენტია გაცვლა გააკეთეს უფრო იმაზე რომ მოდი ჩემპიონთა ლიგაზე დავდოთ მაქსიმუმი
რეალთან აჩვენეს კიდევაც, ანუ მაგას მაქსიმუმი. ხომ არ რეალთან რა მომეწონა იცი? საკარო პენალტს ურტყავს კურტუას, აი არ უნდა დაარტყა ეგრე რა ბერნაბეუზე ურტყა პენალტს და პანენკას. ჩემს ზოგს საკასა უნდა დაარტყა. ხო, არ უნდა და ჯერ ევროპის ჩემპიონატზე რა გაკეთებული და კიდე ბერნაბეუზე მაგას ბედა უჭყალებში, რატო აკეთებ მაგას? მე კი გაიტანა იხა, მაგრამ ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ორი აზრი არ არის მაგაზე, მაგრამ არ შეიძლება რაღაც. მე ხა მაგალითად PSG-ს თამაშზე, ვინერული რა ვიზახი, ისევ კვარას გამოვიძახი, რომ აი მართლა მინდოდა რომ კვარა მისულიყო ბოლომდე და მიგვიდა კიდევაც და რავი მაგდენი, მაგხელა ხმის დიაპაზონი თუ მქონდა საყურებლად არც მეგონა რომ გოლიო გაიტანა რა. და ზუსტად 3 დღე საერთოდ ხმა არ მქონდა რა. მე მაგრა ვინერული ასტონ ვილასთან. ხო აი ასტონ ვილასთან თამაში მოგების მერე რომ აი მეორე თამაში ხო ზუსტად ეგ გაიტანეს, მაგრამ დაიკიდეს რა. იმ დონეზე დაიკიდეს რომ ასტონ ვილას უბრალოდ რომ ერთ-ორ მომენტში გამართლებოდა, თავისუფლად გადაყონა დამატებით დროში. ეხლა რა ხდება იქ ყველამ კარგად იცის იმ სტადიონზე, იმდენად ახლოს არის ტრიბუნა რა. თვითონ უშუალოდ მოედანთან, რომ მარტო მოედნის ხარჯზე მოიგებდა. ალბათ ერთადერთი მატჩი იყო, სადაც PSG-მ თავი დაკარგა რა. საშინელი თამაში. და აი მან რო ეთქო იმას, რომ მართლა ასტონ ვილა უნდა გასულიყო, აი ნაკლებად მოვიდა ფეხბურთი. ვიდრე არსენალს რა, ჩემი არც ასტონ ვილაზე უფრო დამსახურებული იქნებოდა ეგ რაცა მოსაზრება ვიდრე არსენალს. თან წარმოუდგენელი იყო, რომ ანუ ასტონ ვილასთან გამოვარდნილიყო. ერთადერთი იყო, რომ ანუ კი რთული თამაში იქნებოდა, იმიტომ რომ აი მართლა აი აქ რომ რაღაც კვარაცხელია რომ დარბის, აქედან ვიღაცა ყვირილით მიყვება, იმდენად ახლოს არის რა ტრიბუნები, მაგრამ აი ლივერპულთან ველოდი, ლივერპულთან ახალ და უეჭველი უნდა გავარდნილიყო რა. იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო ლივერპული, აი მაგაზე კაი ლივერპული, ალბათ ასე რო აიღო, იმის მერე აღარ ყოფილა რა. მიუხედავად და აი ესეთი ლივერპული რო გარდატეხი უცებ. ესეთი სალახი ამუკეტე. მე ხო რა თქმა უნდა ასტონ ვილასთან უკეთეს უნდა ითამაშო და მე ხა ისე ამ საფეხურებს რო გადიხარ. იმსახურებდა რა, ყველა მხრივ იმსახურებდა, ჩემი არის PSG ამთეს რა. არა, ყველა ვარიანტში. უბრალოდ რა იყო, იცი, ასტონ ვილასთან მქონდა როგორ შეგრძნება, იცი, რომ აი გახსოვს კიდევაც შენ PSG-ს წინა სეზონები, რომ აი სტაბილურად კარგად დაიწყებდნენ და უცებ აი იდიოტურ გოლებს გაუშვებდნენ რა და აგებდნენ მე იმ თამაშებს, საერთოდ ერთხელ მეოთხე ფინალში გამოვარდა, მეორე ფინალში გამოვარდა და ნუ ბაიერნთან ჩემს და არ იყო წასაგები ის თამაში რა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნი მართლა ფინალში თუ გადის ძალიან იშვიათი შემთხვევა რომ წააგოს, მართლა ძლიერია ეხა ეგეთი თამაში, მაგრამ ბოლომდე არ იყო საჩემპიონო ჩემი ბაიერნი რა. ვიღაცის თუ შეიძლება იყოს პირიქით საჩემპიონო, მაგრამ ნუ ჩემთვის არ იყო მაგალითად. მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი იყო, რომ როცა რო გავიგე რომ ანუ არა გადადის რაღაცები, ხედავ სატურნირო ცხრილს, რომ აი საშიშროება ეხა მაღალი იყო თქვა რომ არ გასულიყო PSG-ს ცოტა ისეთი მაღალი ნაცნობი იქნებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთ პოზიციაზე დამდგარიყო, რომ ანუ უფრო რთული გზა გაელო, მაგრამ ამაზე რთული გზა რა შეიძლება ყოფილიყო ვერ მოხდა, იმიტომ რომ ჯერ ლივერპულს ხვდებოდა, მერე იმას შეხვდა, ასტონ ვილას შეხვდა, არსენალს შეხვდა და ფინალშიც კიდე ინტერს. ანუ რეალურად ეხა ყველაზე რთული ეტაპი ჩემი აზრით გაიარა მაინც PSG-მ რა. იმის მერე რა. ერთ-ერთი ხო ზოგადად ამ ლიგის ფაზამ უნდაც კარგი ფორმატი აჩვენა და თლიანად ჩემპიონთა ლიგა ძალიან კაი საყურებელი იყო და უბრალოდ ერთ შეცდომა იყო ჩემი აზრით ერთმანეთს აი ფრანგულ გუნდებს ერთმანეთში ხა იმაზე არ ითამაშა საერთოდ. ეს ბერესტი ხო აი სისულელე იყო რა. მე ფრანგულ გუნდებზე, მაგრამ სხვა გუნდებზე, სხვა ქვეყნის გუნდებზე რო წარმოვიდგინო, ხო კაი საყურებელი არის. ხო რა, რაღაც მანში კაი არის. თუნდაც ხა ფინალი რა იყო რა, საფრანგეთის თასფინალი რეიმსთან ხა აი ეგ პლუსი. აი როგორ ეგ პლუსია ხო, ანუ ის რომ ბევრი ტიტული მოიგო ერთად, მარტივია იმიდან გამომდინარე, რომ წელს მით უმეტეს ახლა სტაბილური გუნდები ნაკლებად იყვნენ, მონაკოც ასე თუ მონაკო იყო შედარებთ რომ სტაბილური, ხა ლიონმა აკეთა ხა მიქაუტაზე რო აღარ ვილაპარაკოთ ცალკე. მე ცოტა ზურიკოზე დამწყარა, ზურიკოს რო შევხვდა გადავიდა თემბანში, რომ სენტენტიენ ჩემი არ იმსახურებდა იმას, რომ უნდა გავარდნილიყო. რა მთლად ეგეთი ბოლომდე ცუდი გუნდიც არისო რა. უბრალოდ რაღაც თამაშებში არ გავარდა. არა, მე რასაც უყურებდი მაგ გუნდს, აი დაცვის ხაზი ისეთი ყავდა, რომ ნახევარდაცვა კარგი თამაშობდა. და ანუ ზურიკოზეც რო ვთქვათ, რა მაგარი სეზონი ჰქონდა, ხო აი ასე. ზურიკო აშკალდლდერი იყო. ლიგა 1 სადებიუტო სეზონში გადავიდა რაღაც კონკრეტულ გუნდში, სადებიუტო სეზონში გუნდის ლიდერი გახდა. იმსახურებს ხა ეს ბიჭი რო უკიდე უკეთეს გუნდში წავიდეს რა მინიმუმ თუ საფრანგეთში დარჩა, იმ ტოპ 4-ში უნდა მოხვდეს საფრანგეთის, იმიტომ რომ იმის აქვს ეგ დონე რა. და ეხლა სადღაც სხვა გუნდებში ისევ რაღაც რეიმსში და რაღაც ეგეთ გუნდებში არ უნდა იყოს რა. უნდა იყოს აი ლიონში, თუნდაც ნიცაში, მონაკოში, მარსელში, რაღაც ეგეთ გუნდში. აი მარსელსაც მაგრამ მოუხდება ესეთი გუნდი არის, მაგრამ რამდენად დაპატიებენ ხა მარსელში გადასვლას ეგ არის მომენტი კიდე. აი ცოტა უკან რო წავიდეთ რა კიდე რა.
მე ხა წინა სეზონი რასაც უყურებდი PSG-ს, წინა სეზონში არ ეტყობოდა ეხა ის რომ რაღაცნაირად საჩემპიონო ხა ლიგა 1-ისთვის ყველა ვარიანტი იყო, ეხა ლიგა 1-ში. წინა წელს ვიძახდი ბოდიში რომ გაწოდე უგარტეთი და ვიტინიათი მეტი რა უნდა მოიგოთ. აი ვიტინიათი იმედი კიდე მქონდა, რაღაც ნაწილში მქონდა, იმიტომ რომ ტექნიკურია, სწრაფია და უბრალოდ წულში თუ ყავს კაი ფეხბურთელი და რუისი არ მეგონა თუ ეგეთი კაი ფეხბურთელი აღმოჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჭკვიანი არის, ძალიან ტექნიკური არის, ბოლომდე აი როგორ ვთქვა, ბოლომდე არ ქონდა ის პასი. ალბათ თუნდაც ნაპოლში ეგონა თუ რუისის შესაძლებლობები გამოჩნდა ესპანეთში რა. თუ ყავს აი მთლიან ტრიო ნახევარდაცვაში იკვრება კარგი და ამ ნახევარდაცვის სამუშაოს ინაწილებენ ზუსტად. აი რუისიც მე ძალიან ეფექტური არის თუ დავაკვირდებით ვიტინია ბურთის ამოტანაში ძალიან მაგარი იყო. ნევეში რავი ძალიან რაც ახლა ფინალში გააკეთა მარტო იმ ამოტანაზე რომ თავი. ხო, იქ აქედან მარჯვენა ფლანგიდან ამოდის მე უცებ იქ რაღაც კედელს ითამაშებს აქეთ ფლანგზე დემბელესთან და მე ერთ-ერთი აძლევს დუეს. ეს ვიტინას ხო ეს ფუნქცია ჰქონდა აქეთ ნევეში იყო, რომელიც ძაღლივით დარბოდა ყველა გადმოგდებულ ბურთზე თუ ართმევას. ეხა ესეთი ორი რაღაცა შევსებული აქვს და მეტი კრეატივი რჩება წინ რუისის სახით, რომ გაათამაშოს ბურთის ბოლო პასი გაგიკეთოს და ამასაც ეძლევა შანსი, რომ აი უფრო ნაკლებად კონცენტრირდეს შედარებით, რა თქმა უნდა, დაცვაზე და უფრო თავისი სკილები წინ გამოაჩინოს რა. ხო, არა, ეგ აქვს ნამდვილად. ეხლა დემბელეზეც მინდა რომ შევეხოთ, ეხლა ჩემი აზრით დემბელეს კონკურენტი არ აყავს, ყველა ვარიანტი შეგოღროს მაგის უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი რაც კი რამენა გაკეთებინა, ქნა რა ამ კაცს. ეს ნახე 55 მატჩი ითამაშა ამ სეზონში და 27 ჯერ გახდა Man of the Match. ანუ ჯერ საერთოდ 55 მატჩი რო დემბელები თამაშა, ეს ერთ 3 წლით უკან რო გადავახვიო, დავიწყე ფიქს იმაზე, რომ ბოლოს გავიხსენო ბარსელონაში რამდენ ზედიზე 15 თამაში როდის თამაშა, იქიდან გამომდინარე, რომ საშუალოდ 10 თამაში ერთხელ მინი ტრამვას მაინც იყიდებდა რა. ეგ არის რაღაცა ის სწორი ფიზმომზადება, რაზეც ვისაუბრეთ დასაწყისში, ეგ ძალიან ბევრი რაღაცას წყვეტს და ტრამვები სათუ არ ქონდა ეხლა დემბელისა და ზოგადად PSG-ს არ მახსოვს სეზონის ამ მონაკოში ზოგადად. მთლიანი სეზონი რო ავიღოთ, ვინმე ფეხბურთელი გამოკლებოდა რა. მთელი სეზონი ისე აქვს გაწერილი, ან ჩვენ რა ვთქვით, რომ ლიგა 1 საფრანგეთის თასი აქვს იმის ფუფუნება ენრიკეს და ვინც არ უნდა იყოს ეხლა ენრიკეს ადგილას, რომ დაასვენოს ეს ფეხბურთელები და მუდმივ როტაციაში ყავდეს რა და ესეთი ფუფუნება რო გაქვს პრემიერ ლიგაში სალახს ვერ დაასვენებს, იმიტომ რომ გჭირდება სულ რა და შეიძლება იქ რეიმსთან მართლა და ბრესტთან და ვიღაც გუნდთან დემბელე დაასვენო და რაღაც აღდგენის საშუალება მიცე რა. ეს შესაძლებლობა რო გაქვს, სწორად უნდა გამოიყენოს, სწორად უნდა გადაანაწილო. ამის ხარჯიც არის PSG-ს წარმატება დამოკიდებული, რომ შიდა ჩემპიონატში და რაღაც შიდა რეალში ცალი ფეხითაც შეუძლიათ მოიგონდა, ხან დაასვენოს, ხან ისათამაშოს ხანეს და ჩემპიონთა ლიგაზე 100%-ით გავიდეს და ესეთი თამაში აჩვენოს. აი ერთი რა არის კიდე იცი რომ ცოტა აი შენც აი ამ სეზონში მე დავინახე რომ ცენტრში ნელა ძალიან დიდი პრობლემა შეექმნება PSG-ს რა. ერთი მარტივი მიზეზის გამო უბრალოდ რომ მარკინიოს აღარ იქნება. ცენტრალურ დაცვის ხარჯს ხო. მე მაგას ამბობდი რა და აი ტიაგო სილვა რო წავიდა, მაშინ ამბობდი რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უნდა იყოს ეხა მარკინიოსმა რა. ეხა PSG-ს დიდი გულშემატკივარი არ ყოფილა, უბრალოდ მაინტერესებდა სადამდე შეიძლებოდა მისულიყო ეს კომერციული პროექტი. და საერთოდ არ ველოდი იმას, რომ მოვიდოდა ადამიანი ლუის ენრიკე და იტყოდა რომ კომერციული პროექტიდან მოდი გუნდი შევქმნათ რა. ანუ ეხა ვინმეს თუ გონია რომ PSG გუნდია და დიდი ფანობა ყავდა, ეხა ეს ვერ თუ იქიდან გამომდინარე რომ მარტივად რო აიღო რა, წინა მეგონი 2-3 სეზონს აღარ მახსოვს ზუსტად. ერთად ყავდა მესი, სერხიო რამოსი, ისა რა ქვია, ბაპე ნეიმარი, არა, აქეთ დრაქსლერი, ანუ ყველა ნახევარ ცენტრში, ნახევარ იმაში, ხო ცენტრში იმხელა ის ქონდა, დაცვაში პროსტად იმხელა ის ქონდა, რა ქვია, სკამი ყავდა მართლა რეალურად, იმიტომ რომ არ იცოდა რომ დააყენებინა და მე მახსენდება ჩემ ბავშვობაში რეალი რა, რომ რეალს რო უყურებდი, სკამზე ერთი კიდე მაგდენი ვარსკვლავი იჯდა. აი PSG-ს, აი მაგ მასე თქვით იმის კიდე იცი რა უქმნის, რომ ლიგა 1-ში თამაშობს რა. ეხლა ჩემთვის ჩელსი იგივეა ზუსტად. სანჩო, სტერლინგი, ფელიქსი, მუდრიკი 1 პოზიციაზე 4 ესეთი ფეხბურთელი ყავდა. ანუ ანალოგიურია ჩელსი რა უკვე რა, ანუ ეგეთ სტილს მიყვება უკვე შეიძლება ძალიან ბევრი გუნდი ვისაც ფული აქვს რა. და PSG-ს პროსა ჩემი აზრით აი ეგ უქმნის მაგ ფონს, რომ ლიგა 1-ში ბევრი ფული პარიზი იმას შემოიყვანა, ამას შემოიყვანა, ანუ პრობლემა სხვადასხვა ხო არ ჩაკავს. აი მაგაში აი გრანდად იქცა ამ ლიგის მოგებით რა. მაინც აი ეს ჭირდებოდა მაინც, რომ ესეთ გუნდად ქცეულიყო და აი ვიღაცა რო გაჩერდება თუ დადგება არჩევანის წინაზე PSG თუ რაღაც მაგალითად ჩელსი შეიძლება წავიდეს პარიზში უკვე რა, იმიტომ რომ იქ
პარიზში იცხოვრებ, მაგარი პროექტია, კარგი მწვრთნელია, გარანტირებულად აქვს ალბათ სეზონში ერთი ტიტული მაინც, სულ ორ ტიტულზე აღარ ვთქვა, ხო ხდები? ძალიან ისეთი რაღაც შეიქმნა საბოლოო ჯამში, რომ ხო, პლუს კომერციული პროექტები ემატება, ხო, რა ეხლა რაც კი, არ ვაფშე სხვა საკლუბო არ ჩემპიონატი ვაფშე სხვა იმიჯია, ვაფშე სხვა დონე არის, ვაფშე სხვა იმიჯია, რაღაც სოციალურ ქსელებსაც რო შეხედავ, ნებისმიერ რაღაც პლატფორმას რო შეხედავ PSG-ში, აი ხედავ რომ აი სხვაგან არიან რა, აი კვარას რაღაცებსაც რო ნახულობ, ხე ნაპოლის არჩევადარებდი რა. აი ისეთ რაღაცებს დებენ, ისეთ რაღაცებს აკეთებენ, ისეთ რაღაცებს იღებენ. ეგეც გათვლა, ხო დღეს თუ ეხლა რაღაც შენი თავი არ გაყიდე და შემოსავალი არ ნახე, ეგეთი რაღაცეებით ძალიან გაჭირდება ისე ნებისმიერი გუნდის, ასე თქვა, წინსვლა და რაღაც. ეგესაც შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა რა. აი მას ვაშორს ახლა ცოტა უკანას რო დავიწყეთ რა ფეხბურთელებში. თავში რო ამოვიდეთ საერთოდ რა. მე აი დონარუმას წელს ახლა რა სეზონიც აქვს, ეგეთი სეზონით უკვე ამტკიცებს იმას, რომ მხოლოდ PSG-ში კი არა, ზოგადად იტალიაში ნაკრებშიც რო ავიღოთ. პირდაპირ ის არის, მემკვიდრე არის ბუფონის რა. შეიძლება რაღაც ნაწილში უკეთესი არის, შეიძლება რაღაც ნაწილში კიდე ჭირდება რა. შენთან აი სამ დავიწყეთ გაცემას, მანამდეც ვამბობდი, რომ ერთ ფრანგი ჟურნალისტია, რომელიც ზირთად იღებდა ფეხბურთელების მამოტივირებელ ნაწილებს რა. რომ სტადიონზე ვინ როგორ ყვირის, რანაირად ყვირის, როგორ ცდილობს, რომ გულშემატკივარი ვთქვათ, აიყოლიოს და ასე შემდეგ რა. რასაც დონარუმა აკეთებდა, ჩემი აზრით, აი დაჟე იტალიის იმებს აჩვენებდა რა, იტალიის თამაშებს აჩვენებდა, რომ იქ არ იყო მთლად ეგრე რა. აი PSG-ში ფაქტურად გულია რა, იმ ნაწილში გულისხმობ, რომ მთლიანად გუნდს ხვდავს და ხშირად ვაკვირდებით კიდევაც, რომ აი ძალიან უმნიშვნელო აღებაც რო ხდება ხოლმე რა. ნახევარი ცენტრალური დაცვის ხალხი მასთან მიდის და მადლობას უხდის იმისთვის, რომ ესეთი ძლიერი. და ეგ გუნდურობა ზოგადად რა, თუ ოდესმე PSG-ში ჩამოყალიბდებოდა, იმიტომ რომ ემერიც ხო იყო მანამდე, ემერი ზოგადად ეგეთი გუნდურობის მომხრე. თვითონ ბუფონის ხო იყო. ხო, ბუფონი იყო ყოველთვის თავიდან. ემერი რო იყო მაგ პერიოდში მსმელი რა, ემერი ზოგადად ეგეთი ტიპის მსმელია, რომ უნდა რომ მაქსიმალურად გუნდური გუნდი ჩამოაყალიბოს, რომ აი ყველანი ერთად და რაღაც. მაგრამ აი ლუის ენრიკე გააკეთა ის, რასაც მე მგონი მომდევნო რამოდენიმე წელი ვეღარავინ არ იზამს რა. ხო, ლუის ენრიკე ზოგადად ყველაზე ხო მარტივი რაღაცა, რომ შენ თუ აი ამ პოზიციაზე თამაშობს, აქედან აქ ჩამოდიხარ, აქედან აქ ჩამოდიხარ და კიდე რაღაცას ფიქრობ, შენ იქნები გუნდში ყოველთვის კაი ტიპი რა. რეალურად რაც კვარათი გააკეთა ეხლა რა და თუნდაც ეხა მენდეში და კვარათი ხო ნებისმიერი აი საოცრებები არიან. ნებისმიერი ფეხბურთელი ასაკს რო შეხედო ეხლა და გამოცდილებას თუნდაც ყველა ისეთი ფეხბურთელი ყავს რა, ახალგაზრდა, მართლა წეგანაც ვახსენე, მშიერი ისეთი, რომ мотивация სურვილი და ის აქვს, რომ რაღაც უნდა მოიგოს, ირბინოს, ეს გააკეთოს, ეს გააკეთოს. ეხლა შენ გუნდში მოიყვანე 34 წლის მესი და მოთხოვე, ეხლა წადი, ეხლა უკანაც მჭირდები დღეს ესეთი ფეხბურთია და მესისნაირი წინთან ნეიმარი ყავს და მბაპე ყავს. ვერ ააწყობ ეგეთ შეკლულ და ერთიან გუნდს რა, იმიტომ რომ იქ მესის თავისი გოლი ასისტი უნდა, ნეიმარს თავისი გოლი ასისტი და პენდლი ზარწმა უნდა და იგივე უნდა მბაპესაც ეხლა. ეს გადაანაწილო ისე რომ ყველა მატჩი თითო გოლი და თითო ასისტი ქონდა და ეგეც ან ეყოფათ ან არა. ძალიან რთული არის. დემბელე მე ფინალში ვერ გაიტანა. ორი ისეთი ასისტი გააკეთა და ვიტინიას იქ ისე უტოვებს გუსლით ბურთს, აი მანდი გრძნობა რომ ანუ სად არის ჯერ ჩამოსული და რას აკეთებს და როგორ მიდის მე. ჯერ მარტო ანუ აი ამოტანას რო იწყებდა ინტერი ბურთს, აი პირველი შეხებიდან დემბელეს რეაქცია ჩემ ხო. ვიდეო გაქვს ნახე როგორ გულებს მეკარეს სიგიჟი. აი ეგეთი ეგ არის, აი როგორ რაღაც არის რომ ჩემი აზრით აი ცოტა უხეშად რო ვთქვათ რა, იყო გუნდში რომელიც დიდად არ მოწონდა და ჩემს ცოტა წარმოუდგენელი აი გინდა გულშემატკივარი შეიძლება საერთოდ არ იყო არც ბარსასი არც რეალის რა, მაგრამ ესეთი გუნდები რო გირეკავენ, ანუ ერთი კაი გამოთქმა არის და აი მართლა მომწონს ეგ რა. შენ თუ გიყვარს ბარსელონა, ვინც არ უნდა გერეკავს ბარსელონაში მიხვალ, მაგრამ შენ თუ რეალი გირეკავს და ბარსელონაში არ გინდა თამაში, უეჭველი უნდა დახვიდე რეალშიო რა და მართლაც ეგრე არის რა. და ეხლა წარმოვიდგინე ბარსაში მოხდა რაღაც, ან შევასებოდა კიდევაც ეხლა ეგ ბარსა მთლად ეგრე არ იყო, მაგრამ თითქოს აი იმდენად შეიბოჭა ამ ხალხთან რა. გუნდში არ მგონია ბარსელონაში ისეთი გარემო იყოს, რომ რაღაცნაირად შებოჭილიყო. თუმცა არ მოეწონა, როგორც ბოლოს მივხვდი, მეტწილად განაპირობა იმან, რომ მაინც საფრანგეთში არისო რა. აქვს კიდევაც ნათქვამი, რომ საფრანგეთში უფრო თავისუფლად აღმოჩნდა, PSG-ში უფრო კარგი. ხადია, ეხლა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ კედლებში უფრო თავისუფლად და ისე იქნებოდა, მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტიც არა, ნებისმიერ მწვრთნელისგან რაღაც სწორი რაღაც
სწორი რაც შენიშვნები უნდა მოდიოდეს, სწორად უნდა უგებდეს ფეხბურთელს, უდგებოდეს სწორად ფეხბურთელს. მე მახსოვს, რომ დასჯილი ყავდა, განაცხადში არ შეიყვანა ლუის ენრიკემ დემბელე რამდენჯერმე. ანახა, რომ აი შენ თუ ამას არ გამიკეთებ და უკან არ იღებენ, ან პასს არ გააკეთებ და მარტო შეისწორებ და არტყავი არ მჭირდება, მინდა პასის გააკეთო, უკანაც ირიბინო, კამათიც მოვუვიდათ, მე აღარა თამაშა, განაცხადში არ შეიყვანა თამაშის, მიხვდა ესეც, რომ რაღაც ზოგადად ეგრეა ფეხბურთი, დღეს რომ ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ გუნდური სპორტია, ყველა ადამიანს ხარ თავის საფიქრალი და ისა ხვდები, გადმოსახედი აქვს, თავის შეხედულება აქვს. ის თulis რომ იმან უნდა ითამაშოს უფრო მეტი, იმაზე უნდა აეწყოს გუნდი. შენ ამ დროს უნდა დაგისვას ვიღაცამ მწვრთნელმა რაღაცა აგიხსნა, სათო ხდება, რა სითხოს შენგან რა უნდა გენდობა, არ გენდობა და ლუის ენრიკე ხა მაგარ სპეციალისტად რო ჩამოყალიბდა იქ ხო ვიცოდით ისეთას და რამდენიმე ძალიან მაგარი სპეციალისტი გვინახავს ხო, მაგრამ დღეს ისია მოწყობილი ყველაფერი, რომ ფსიქოლოგიურად თუ არ მივიდექი რაღაცას და მაგარი ფსიქოლოგიც არ იყავი ამავდროულად ძალიან გაჭირდება, რომ აი ეგეთ ვარსკვლავებს მით უმეტეს აი ეგრე მიუდგე რა. ეხა ისე მიუდგა ენრიკე დემბელეს, ხო ვერ წარმოვიდგენთ რომ დღეს ოქროს ბურთზე იბრძოლება კი არა გამარჯვებული გახდება ალბათ ძალიან მალე, ხო? და როგორ დგას და როგორი თვალებით უყურებს ზომერს, სიგიჟე არის, ეგ არის, არ ვიცი, ყველა მართლა უნდა ანახო ყველას, რომ აი როგორ უნდა დაიწყოს პრესინგი რა. აი ფეხბურთს თამაშობ, აი ეგრე უნდა უყურებდეთ, ეგ შეაშინებდა ხა დარწმუნებული. ვიღაცა ეგრე გიყურებდეს და ისეაც 3-0 აგერდა, ვიღაცა ეგეთი სახით მოდის. შენთან არა, მაგარი ის. თან აი ეგეთი მოტივირებული, თან როგორი რაღაცა ის რომ თვითონაც ხდება ეხლა რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ მედიას ვკითხულობთ რაღაც ძირითადად მაგრამ თვითონ ხდება კიდევაც რომ იმდენად ახლოს არის იმ მიზანთან რასაც ქვია რომ იყოს საუკეთესო ფეხბურთელი რომ აი ეგეთი დეტალები აკლია რა უკვე რა мотиваცია, ჟინი, გუნდურობა და ეგ ყველაფერი აი მარტო მაგ თამაში კი არა წინა თამაშებშიც დაიწყო რომ საკმაოდ ჰქონდა და ლიდერი იყო. არა, ლიდერი იყო ყველა მხრივ, აი რაც თქვით რომ ის იწყებდა პირველი გუნდის თავდაცვას და ძალიან მაგრა იწყებდა და მართლა ძაღლივით დაროვდა სრულყოფილი ფეხბურთელი, ორივე ფეხით მაგრა თამაშობს, ორივე ფეხით მაგრა უტყოს, ორივე ფეხით მაგრა აკეთებს პასს და ესე დარბი ხარ, ესე იცავ თავს, ესე უტევ, მე ესეთი შედეგები გაქვს საბოლოო ჯამში, მეტი რაღაცზე იძლევა ოქროს ბურთი. მე ვერ ვხვდები იმას, რომ რატომ უნდა იმის, რომ ამინე იამალს ეხა დღეს უკვე რაც მოხდა, რამე ძალიან მაგარია, მაგრამ ძალიან მაგარია, მაგრამ რაც მოხდა მაქედან გამომდინარე, აი მთლიანად რო შეაჯამო, დემბელემ რა სამუშაო გაწია და იამალმა რა მიუხედავად იმისა, რომ მე ბარსას ფანად შეიძლება ჩავთვალო, ჩემი თავი, იმიტომ რომ მესი რო იყო ბარსაში, მაქედან დავიწყე ყურება და თან მიხარია, რომ ბარსა ისევ ესეთ დონეზეა. მაგრამ ეხლა ნეიტრალური გულშემატკივრის თვალით რო გამოხედო ამ ყველაფერს, დემბელე იმსახურებს სალსახად რა და ვერც ხვდებოდი რომ ერთა ლიგის გამარჯვების შემთხვევაში იამალისთვის რატომ უნდა მიეცათ ოქროს ბურთი. ყველა მაგას ამბობდა რომ ეს ერთა ლიგა იყო ტურნირი რომელიც შემოიღეს ამხანაგური შეხვედრების გასაბათილებლად რა. იამალმა თუ მოიგო მოდი ოქროს ბურთი ამასთან წავა მოვისმინე ეგ ბევრიას. ვერ ხვდებოდი რატომ. ერთი კითხვა მაქვს მე შენთან, აი შენი აზრით რომელი არის PSG-ს ყველაზე ცუდი ტრანსფერი? ძალიან ბევრი ქონდა ეგეთი. აი ძალიან ბევრი ქონდა. აი ფინანსურადაც რომ მივუდგეთ, იმიტომ რომ აი მე მგონია რომ მარტო ის არ არის რომ გადაიხადა ფეხბურთელში 30-40 მილიონი დაახლოებით იგივეა რომ რაღაცა თლად ხურდა მოაყოლოს ვარიანტი არ არის, მაგრამ საშუალო ფეხბურთელი იყიდა. აი მე მგონია მაინც რომ მიუხედავად იმისა, ჩემს ვიტყვი და მე შენც მაინტერესებს რა. მიუხედავად იმისა, რომ კაი სეზონები ქონდა ნეიმარს, თლად ბოლომდე ვერ გაამართლა რა. ანუ გაამართლა კომერციული კუთხით ნამდვილად გაამართლა, იმიტომ რომ რა რაოდენობის მაისურებით იყიდებოდა ნეიმარის, ალბათ მაგდენი ბაპესი არ ექნებოდა გაყიდული. სხვათა შორის მაგაზე გამახსენდა, რომ პარიზში როცა ვიყავი, კვარას მაიკავებდა. არსენალის თამაშზე იქნება. არსენალის თამაში როცა ვიყავი პარიზში ჩასული, ბოლო ორი თვის საუკეთესო ბესტსელერი არის და აი ბოლოს მეთქი მაიკას ვიყიდი მეთქი და იმ ასოებს დავაპრინტინებ მეთქი და ასოებიც აღარ გვაქვს ბოლოს მეთქი. არა, აი საუკეთესო. მაინც აი ვისფიქრობ ვინ არის ყველაზე ცუდი ტრანსფერი რა. ანუ ცუდი ტრანსფერი არის ნეიმარი არის ხა იმას კი არ ვიზახი ცუდი ტრანსფერია მეთქი. უბრალოდ რათანხაც დაჯდა თლად ბოლომდე ის ავანსები არ გააკეთა რა. რაღაც სეზონი ქონდა სადღაც ორი მიახლოებით რომელშიც ნორმალური იყო, მაგრამ როგორი რაღაც არის იცი რომ ეხა ჩემთვის მაგალითად როდესაც გუნდში მოყავს კვარა და ერთ სეზონში ამას აკეთებს, დარწმუნებული ვარ რომ მეორე სეზონში განა
რაღაცა წაიბორძიკებს, მაგრამ მეორე სეზონში უკეთესი გამოვა, იმიტომ რომ მიყვება გუნდს რა. და აი, ჩემს ნეიმარი ცოტა კომერციული პროექტი უფრო გამოვიდა რა. შეიძლება არ იყო უბრალოდ მე თვითონ თან ხასიათის ამბავი 220 გადაიქცა 222 მილიონი იყო ამში და ეხლა წარმოიდგინე მბაპეს ხო მე მბაპესთან კონფლიქტი მოხდა რაღაცეები ვერ დავარდა. კავანისთანაც იყო ხოლმე. ანუ ბევრთან იყო ზოგადად ხა ესე ძალიან ყვითელ პრესაში რო არ ჩავიდეთ ნეიმარი შედარებით კონფლიქტური ის ხო რა ფეხბურთელი რა. ყველაზე მეტად ვისთანაც გაუჭირდა ბარსაში მესისთან, იმიტომ რომ მესის მიხელა ის ქონდა, გავლენა ქონდა ბარსაში, რომ მასთან ფიზიკურად ვერ იქნებოდა. ან მესისთან იყო კარგად, ან საერთოდ არ უნდა შეეხო მესის რა. ეგ მომენტი. აი ხა ვინც გამახსენდა ვახსენეთ კიდევაც დღეს ეს ფეხბურთელი, აი ნეიმარმა გამოაჩინა მაინც თავისი ბრჭყალები და შესაძლებლობები რა და შეიძლება კი უნდა მოიგო ჩემპიონთა ლიგა ყველა ვარიანტი უნდა მოიგო, მაგრამ ფინალიც ითამაშა იქ ყველაფერი მოიგო ასე შემდეგ, მაგრამ აი ვინც თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, იყო ჩემი აზრით დრაქსლერი რა. დრაქსლერი საერთოდ ძალიან მაგარი ფეხბურთელი, დრაქსლერის ეგეთი იყო. ძალიან მაგარი. აი ხან თამაშობდა თან სასტავს, ხან არ თამაშობდა რა და ამ ხელადონეზე რო ხარ და კიდე უფრო მეცელიან შენგან. აი რა PSG-ს როტაციის ფეხბურთელი ხდები, მაგას არ ველოდი დრაქსლერისგან, იმიტომ რომ ძალიან მომწონდა მე. თუნდაც შალკეში და ძალიან კაი ფეხბურთელი იყო და უფრო მეც ველოდი. ხა ნეიმარისგან მაინც რაღაც შოუს დგავდა რა იქ რა და ის ქონდა რა შეიძლება ხო 220 მილიონის ხო 220 თუ 222 შეიხოს ფეხბურთელში უნდა მოიგო ჩემპიონთა ლიგა კი მაგრამ ხო ხდები. არა ჟინის მომენტიც არ განა ის არის ანუ ნეიმარს ქონდა ნამდვილად აი ვინ გახსენდება ჟინი რა. აი ბოლო პერიოდის რო ვინისიუს აღარ ვიძახი აი ბევრი ბრაზილიელი ფეხბურთელი იყო რა კოუტინიოს ეგეთი ფლოპი არ იყო მაშინ ბარსაში. არა კოუტინიო ანუ ბარსაში ჩემი აზრით კოუტინიო საერთოდ არ უნდა მისულიყო. ხო. იმიტომ რომ არაფერი არ ეტყობოდა იმის რომ ბარსას ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო რა. არა ლივერპულს ძალიან კაი იყო მაგრამ არა ლივერპულში ზოგადად ეგეთი გუნდისთვის იყო იდეალური კოუტინიო. ბარსა არის უბრალოდ სხვანაირი სტილის გუნდია რა. მაგუნში კოუტინიო იყო ჩემი აზრით უფრო დანამატი იყო რა. ხო. რომელსაც ანუ ბარსალის შევსებასაც ცდილობდა იმას ვერ შეავსებდა, იმიტომ რომ კოუტინიო თამაშობდა ინგლისში ამას და ბარსა თამაშობდა მთლიანი გუნდი თამაშობდა სხვა რაღაცას რა. და ამოვარდნილი იყო რა მაგიმიდან რა. არ იყო ეგეთი სწრაფი კოუტინიო ეხა როგორც ნეიმარის შემსვლელად ხომ მიიყვანეს და ანუ დემბელეს მიიყვანეს ეგრე, მაგრამ დემბელემას ვერ გამართლა. მაგრამ მანდაც აი სწორი მიდგომებზია ჩემი ერთ ყველაფერი და აი როგორც ანსუ ფატიზე იყო ხა რომ ყველა ამბობდა რომ ახალი მესი დაიბადა ან მარტო ტრამვაზეც არ არის ან ბიჭს ეტყობოდა რომ არ ქონდა თვისება ლიდერული რა იამალი ხო პატარა ბიჭი არის და შეიძლება ეხა თქვა რომ არა მაგრამ ყველა მიცის რომ ბურთი მასთან იმდან უნდა მივიდეს რომ მარტო საგოლეს კი არ ქმნის ისეთ პასაკეთებს რომ ნახევარდაცვას ჭრის რა ხო არა ხო ხასიათის ფეხბურთელი არის ჯერ პატარა ბავშვი ეხა ბევრ მომენტში შეიძლება ეხა ვიღაც უფრო გამოსნო ფეხბურთელმა დაჩაგროს რაღაც თუ ხარის ჩარტყმით იმით ამით რომ ჭყალებში ააგდოს რა რომ ცოტა აგრეთ მაგრამ თვითონ იამალი არ არის აქტები აი იცი კიდე ფეხბურთში რა არის მნიშვნელოვანი სწორ დროს უნდა მოხდეს სწორად გიყვას რა აი ფატიც რა მიუხედავად იმისა რომ ეხა დღეს მონაკოში გადავიდა ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და უკეთაც უნდა ითამაშა და მოხდა აი ყველაზე სუსტ ბარსელონაში და ყველაზე სუსტ ბარსელონაში უთხრეს რომ აჰა შენ 10 ნომერი და ილიდერი რა ძალიან ის იყო ძალიან რთული არის თან დღევანდელ ფეხბურთში და იამალი ვიცი როგორ გამოჩნდა ანუ ძალიან მაგარი ფეხბურთელი ესეც მაგრამ ისე რომ გუნდი უკვე იწყებდა შენებას რა და ხავი მოიყვანა იამალი და აი ხავის დროს კაკრას ეგ პერიოდი დაიწყო რომ ამ გუნდმა დაიწყო რაღაც ნენელა წინსვლა აღმასვლა და აი ამ სწორ ადგილას და სწორ გუნდში მოხვდა და სწორად მოერგო ყველაფერს და კარგად გამიმთავრდა მაგას ახლა გამახსენდა კიდე ვეინალდუმი ანდრეერე აი როგორი ანდრეერემ კიდე ითამაშა ვეინალდუმის თამაში ფაქტობრივად მე ვერ ვნახე აი ცი როგორი ფეხბურთელები იყვნენ ეგენი ჩემთვის აი უკვე გამოფიტული რა ვეინალდუმა მოიგო ვეინალდუმა ლივერპულში გაითამაშა ძალიან მაგრა ითამაშა მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვს აი ფეხბურთში თავის მაქსიმუმი გაკეთებული აქვს რა აი ეგეთი მშიერი ვერ იქნება როგორც იქნება ვიტინია ჟუაონევიჩი თუნდაც რა ეხლა დღევანდელს რო შევადავთ ვეინალდუმა პრემიერ ლიგა მოიგო ყველაფერი რა დახურა ფეხბურთი ჭყალებში რო თქო აღარ აქვს შეიძლება იმის мотиваცია. აი ეგეთივე overrated ფეხბურთელი ხა ოღონდ შეტევაში იყო იკარდი ჩემთვის რა. იკარდი ვერ მოხდა PSG-ს საერთოდ რატო იყიდო. ეს ეგ პოლიტიკა ხო ქონდა წლები რომ აი ვინც კი ოდნავ გაიფაფურო და ყველას ყიდულობდა რა. რა ჩვენი რამედის ვიყიდოთ. არა ჩვენ ცოტა ბოლოსკენ გაგვიმართლა. ხო. ქართველი. არა ეგ სწორად შეირჩა რა. ყვარას კი რომ ყვარა იყო იმისთვის რომ აი წლები ეხვეწებოდა ენრიკე წამოდი. რა ნუ ენრიკე რაც მივიდა იქიდან მოყოლებული PSG ეხვეწებოდა რომ მოდი
და კვარას ტრანსფერი არის ალბათ ყველაზე გააზრებული ტრანსფერი, რაც კი PSG-ს გაუკეთებია ბოლო წლების მანძილზე. იმიტომ რომ დაიმატა ძალიან მაგარი გამთამაშებელიც არის, რავი. მრავალმხრივი ფეხბურთელი, ხო, მრავალმხრივი ფეხბურთელი, მარჯვენას დააყენებს, მარცხნივაც, წინაც, უკანას გირბენს, რასაც აკეთებს ფინალში მე-80 წუთზე დამfries რო რავი, მოუსდებს საჯარიმოდან და მეორე საჯარიმოში ართმევს ბურთს, ანუ ხო, რავი, რა დონეზე გვაქვს საუბარი და როგორ ფეხბურთელზე გვაქვს საუბარი, ეგ მართლა უნდა ანახო ნებისმიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს, აი ბავშვს თუნდაც, რომ აი ამხელა ფეხბურთელი 4-0-ზე მორბის და ამას გიკეთებს, ანუ რა დონეზე გვაქვს საუბარი და რა მენტალობაზეა საუბარი. აი ერთი კითხვა მაგიდე ხა ფინალი მოვიგეთ კვარასთან ყველაფერი, მაგრამ მაინც როგორ შეგრძნება მაგიცი რომ გუნდს რაღაც ნაწილში გაძლიერება მართლა ჭირდება რა. ყველაზე მეტად სადაც ჭირდება დასაწყისში ვახსენე და ის შენი აზრით ხო მარკინოს ადგილზე ვინ შეიძლება რომ მოიაზრებოდეს მაგ გუნდში. იწერებოდა კიდევაც კონატეს ვარიანტი ძალიან კაი არის, თანფრანგი. საკუთარ ქალაქში დაბრუნდება. შეიძლება იქ კაი ვარიანტი იყოს და მეც მაგას ვამბობდი რომ ეს ცენტრალური დაცვის ხაზი გასაძლიერებელია რა, ეხლა მარკინიოს კი ლეგენდა რა არ გააკეთა PSG-ს და რამდენი ხანი ელოდა ამ მომენტს რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მაგას აი ამოწურვა თითქოს თავისთავად მე ეგრეთ დავინახე რომ სხვა ფეხბურთელია უკვე საჭირო რა. მიუხედავად იმისა რომ პაკოც ძალიან მაგარია, უკეთესი მეწყვილეში ჭირდება რა. გონია რომ რაღაც მომენტებში ამოვარდნილი იყო, რაღაც ცუდი ამოვარდნები ჰქონდა, მით უმეტეს აი მარჯვენა ცენტრალურ მცველს თამაშობს და იქ ჰაკიმი ყავს, რომელიც აქტიურად ერთობა შეტევაში და ამის გადაზღვრებაც სწორად უნდა შეძლოს სწორ სისწრაფეებზე. ერთი სეზონიც ალბათ ორი სეზონიც ალბათ რა მაქსიმუმია მარკინოსსა და გაუჭირდება. მე ვფიქრობ რომ აი შუაშიც მაინც საჭირო იქნება, იმიტომ რომ ხა ვიტინია ძალიან კაი არის, რუისიც კაია, მაგრამ აი რუისის ბოლომდე სეზონების აწყობის ანუ როგორ რაღაცა იცი რუისის ხა აი ვიტინიას ამჯერად ეგრე, მაგრამ ხო ხედავ რა. აი ვიტინიას როგორი მომენტი იყო, იცი ვიტინიას თუ გვერდზე ყავს ცოტა სტაბ, აი რუისი უბრალოდ აი ამ სეზონში გამოჩნდა შედარებით წინა სეზონში არ იყო ცუდი, მაგრამ ამ სეზონში გამოჩნდა რომ აშკარად აი მოტივირებული იყო რა, აი უკან მწვრთნელმა კონკრეტული დავალება, რომ შენ თუ გინდა რომ იყო, ხო, შენ თუ გინდა რომ იყო ტიტულიანი ტიპი, რომ ჩემპიონთა ლიგა მოგებული, ესე უნდა ითამაშო რა. და მართლა აი უბრალოდ სწორხაზოვანი თამაში ქონდა რაღაც ნაწილში მართლა გენიალურ რაღაცებს აკეთებდა, თუმცა არ ამგონია რომ რუისის შემდეგ წელს ესეთივე კარგი იყოს რა, უფრო მგონია რაღაც ნაწილში ინერტული იქნება, იმიტომ რომ ეგეთი ტიპის ფეხბურთელები, ეხლა აი ნაპოლიშიც მაქვს ნახე რაღაც თამაშებს რა ითამაშა და მე იყიდებდა, იმიტომ რომ კაი თამაში ქონდა მოგებული და უკვე დანარჩენი მისთვის მეორე ხარისხოვანი იყო რა, ესე ვთქვათ რა და მაინც გონია რომ აი ვიღაცა უფრო ცოტა პლეიმეიკერი არ უნდა, მაგრამ ისეთი უნდა რა, ვიტინიას იგივე ყავს ზაირემერი თუნდაც ძალიან მაგარი ბიჭი არის რა, ახალგაზრდა. ზაირემერსა და გაზდა უნდა კიდე. კი ხო და მით უმეტეს შეიძლება 1-2 წელი რუიზიც იყოს და ამასთან კონკურენციაში კიდე გაიზარდოს რა. ამას ის ემატება რომ რუისი ხა ნაპოლის მაგალითად რომ მომიყვანე, მაგას გაგიბათილებ იმით რომ ნაპოლის არ ყავდა ისეთი ნახევარმცველი რომ ეს შეეცვალა რა და აქ კონკურენცია არის რა. იგივე ემერი შემოვა. აი რა 1000 ვარიანტი აქვს. რა ვარიანტები აქვს მაგას არის თამაშებს მოკლებს თან ესპანეთში საჩემპიონო გუნდში ბევრიც მოვა რა უკვე რა ალბათობა იმისა რომ მარტო კომერციული ვარიანტი არ არის მაგის გამო მოვლენა ეს PSG უკვე ისეთი გუნდია რომ მარტო იმის გამო რომ ფულია არ მოვლენ ფეხბურთელები რა და ენრიკესაც მაგაში დიდი როლი აქვს რომ ამ გუნდად აქცია რომ ფულის გამო კი არ მოყავს ფეხბურთელები მოყავს რომ რაღაც კონკრეტულ მიზანს დაანახებს რომ ესე და მაგიდან გამომდინარე მოიყვანს ფეხბურთელს აი მგონია რომ ეგეთ გამოფიტულ ფეხბურთელს აი აღარ მოიყვანს მაგალითად 30 წლის ანდერ ერია სამ თუნდაც იგივე 32 წლის უეინალდუმს. კი. აი მოდი ცოტა რო შევეხოთ კიდევაც სოფლიო საკლუბო ჩემპიონატს. ნუ ფაქტიც არის და ისედაც რეალობაც ეგრე არის რომ ჩადის როგორც პირველი ნომერი რა ეხლა PSG მაგ ჩემპიონატზე რა. როგორ შეაფასებდი პირველი ხა თამაში ვისთანაც აქვს აი არის ატლეტიკოსთან და მგონია რომ კაი თამაში იქნება იმ კუთხით რომ სიმეონე მაინც შედარებით ცოტა ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და კონშეტავებზე არის და PSG ჩაკეტილ თამაში მეჯერ არ ნახავს რაც ჩემთვის ერთ სიამოვნება იმიტომ რომ გახსნილი ფეხბურთის ყურება ყოველთვის სასიამოვნოა რა საინტერესოა თვითონ გუნდები როგორ მიუდგებიან ამ ტურნირს რა სულ რომ მეორე გუნდებით გამოვიდნენ არ გამიკვირდება რა ისეთი კალენდარია ეხლა ეს მთელი სეზონი ხო როგორი გადატვირთულია ამას ემატება ის რომ ეხა ნაკრებში ჩავიდნენ და ერთალი გაითამაშეს მე კიდე ბრუნდები სამ დღეში და
თამაშობ 13 ივლისამდე, 15 ივლისამდე სოფლიო საკლუბო ჩემპიონატს, როგორი გადაგვიდა ნებისმიერი ფეხბურთელი, ხო წარმოგიდგენი? რო დაასვენოს ხა ნებისმიერი ფეხბურთელი, ნებისმიერმა მწვრთნელმა ვერაფერს ვერ მოთხოვდა, მით უმეტეს PSG-ს რა. PSG ბევრად გადაღლილი იქნება ვიდრე ატლეტიკო. მაგრამ ატლეტიკოსაც ხა არ ქონდა იქ რთული კალენდარი და პერიოდი რა. 4-ჯერ ითამაშა 5-ჯერ მაისში ბარსას და რეალს. მაგიდან გამომდინარე, აი შემადგენლობებზია ვინ როგორ მიუდგება, ვისთვის რა мотиваცია იქნება, მაგას აი პირველი 2 ტურის მერე უფრო გავიგებთ ზოგადად რა საკეთებს ეს ტურნირი რა, პირველი არის. შეიძლება სატესტოდაც ჩავთვალოთ, ხო? უნდა ნახოთ ვინ რას ითამაშებს და ვინ გავა ასე ვთქვათ თავის მაქსიმუმს რა. მგონია რომ რეალი გავა თავის მაქსიმუმს, იქიდან გამომდინარე რომ სეზონი ჩაუვარდათ ალონსო ახალი მოსულია, ბევრი რაღაცეები აქ მოსასინჯად ასე ვთქვათ და ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული უკვე რეალი რომ სულ რომ მეორე შემდგომით გამოხვიდე. რა ვერ მიხვდები. აქედან გამომდინარე მაგაზე იქნება ალბათ ბევრი რაღაც დამოკიდებული რომელი გუნდი როგორ დააპრიორიტეტებს ამ ჩემპიონატს რა. არა მგონია რომ ვიღაცა ხა ცალი ფეხით წავიდეს მართლა მაგას კი არ გულისხმობ, მაგრამ არის მომენტები რომ მართლა სეზონის ბოლოს გადაღვილია ბევრი გუნდი და რაღაცა ეგრე აკეთებენ რა. კვარას პირველი სეზონი ნაპოლეში თუ კვარას პირველი სეზონი PSG-ში? ეგ რთული კითხვაა. აი კვარას პირველი სეზონი ნაპოლეში არის, რავი როგორ გითხრათ. კლასიკაა რა, აი დააბრუნა ფეხბურთი ჩემთვის და ბევრისთვის, ყველა მაგას იცავდა, არა მარტო ქართველები. ის ფეხბურთი დააბრუნა, რასაც აი დრიბლინგი ქვია, აი რაღაც აი სხვა რაღაცა შემატა კვარამ ფეხბურთს უკვე თვითონ რაღაც შემოიტანა ახალი რა, ის რომ რობოტული არ არის ფეხბურთი დღეს მარტო რა, უნდა წახვიდე კაცი მოატყუო, ერთსაც გაცდე, მეორესაც გაცდე, იქ მე მაგარი პასი დაუტრიალო, აი უცებ გამოჩნდა ტიპი და დაატრიალა ყველაფერი იტალიაში რა. რა სისწრაფეებზე აკეთებდა, როგორ აკეთებდა, როგორ ატყუებდა ნებისმიერ ფეხბურთელს 3-4 კაცი ვერ აჩერებდა, ხო? და მე თვითონ ამ ფეხბურთმაც რაღაც განვითარება და რაც ცვლილებები განიცადა რა, დღეს უკვე კვარა არის სრულყოფილი ფეხბურთელი რა. ნაპოლიში თუ განიხილავდი რომ მარტო მარცხნივ ითამაშებდა და მარჯვნივ არ განიხილავდა არც კონტე, არც მაგალითად სპალეტი და არავინ. დღეს უკვე კვარას ნახულობ მარჯვენა ფლანგზე, ნახულობ ცრუსხრიანზე, ნახულობ როგორ მორბის უკან და ეგ არის ფუფუნება, რომ ნებისმიერ პოზიციაზე სადაც არ უნდა მოხვდეს, ტიპი მზადაა სათამაშოდ და რავი, პლეიმეიკერს 10-ზეც ვიხილეთ ხო რაღაც მომენტში. ესე ვიტყვი, რომ პარიზში არის უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი, აი სრულყოფილად შეკრული ფეხბურთელია, რომელსაც ყველაფერი აქვს არსენალში. ნაპოლიში იყო ფეხბურთელი, რომელიც აი რომელსაც უნდა უყურო. აი მაქსიმალური სიამოვნება განიცადოთ, როგორ უტევს, როგორ ატყუებს და რეებს აკეთებს. და არ უყურო, ეხა ის გამოიკიდება და სოჭ თუ არ, იმიტომ რომ წინ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ მორჩა რა, ჩემთვის იქ დამთავრებულია ყველაფერი. მაგრამ მე ეხა აქეთ გამოიხედები და უყურებ პარიზში რეებს აკეთებს, როგორ იბრძვის მარჯვენა ფლანგზე რა შესაძლებლობებს აჩვენებს, წინ როგორ დგას. მე კიდე მაყურებელ შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის ტექნიკური უზრუნველყოფა არის Click Production-ი. თუ თქვენ გინდათ ჩაწეროთ, ესე ვთქვათ, TikTok-ი, გადაცემა, პოდკასტი, ან გადაიღოთ ფოტოსესია, გარე გადაღება, ნებისმიერი რაღაცა, მოკლედ ეს ბიჭები, რომელსაც ქვია Click Production-ი, დაგეხმარებათ თქვენ ამ ყველაფერში. აი PSG-ში მაგალითად შენეს მესიმ რა ქნა. მე ჩემ აზრს ვიტყვი უბრალოდ რა. აი რა ჩემი აზრით არ უხარდა რა თამაში. ხო, ერთი მომენტი იყო, რომ არ უხარდა, თუმცა გუნდში რომელშიც მისulis გახარებას მოდი არ ვიტყვი. საერთოდ სურვილის არ ქონდა რომ მისულიყო. მე რასაც ვაკვირდებოდი რა თამაშებში და ვარჯიშებზე, რასაც დებდნენ ხოლმე ჰალაითებს. ძირთადად იყო ხოლმე რომ გუნდს ასწავლიდა რომ შენ წინ თუ ხედავ თავისუფალ ფეხბურთელს პასი უნდა მიცე და აღარ მახსოვს მე მგონი ეგ ჩემპიონთა ლიგის წინა თამაშის ეს ვარჯიში იყო რომ უხსნიდა რომ აქ თუ არის თავისუფალი ფეხბურთელი პასი უნდა მიცე ხელით მიმიკით მეხვდებოდი რა მაყალაფერს რა და ძირთადად ჩხუბიც გუნდის წევრებთან სუბუქი ჩხუბი ხარ მე ხა ეგეთ რაღაც არც ახასიათებს კონდა იმაზე რომ გავაკეთოთ პასი მე ჩემი აზრით აი უბრალოდ შეიძლება ხა თლად ბოლომდე არ განაპირობა ეს რომ აღმოეჩინა თუნდაც პრეზიდენტს ნაკლებად უცნობად მესაც კარგად იცოდნენ
რომ გუნდში ყველაზე მეტად PSG-ში საჭირო იყო, რომ გუნდურად ეთამაშათ რა. არ ყოფილიყო ეგოისტი მბაპე, არ ყოფილიყო ეგოისტურად ნეიმარი და ასე შემდეგ რა. და ყველაზე მაგარი რაც არის, ერთიც იყო, მეორეც იყო, მესიც ყავდათ და მესი არ ეგოისტობდა და ამას აძლევდა და ყველაფერს სამოთ უკეთებდა რეალურად რა. თუ საშუალება ქონდა, თუნდაც გაქონდა. ხო, ლიგა 1-ში 6 გოლი გაიტანა პირველ სეზონში რა. ხო, ანუ ინტერესი არც ქონდა რა. ხო, აი მუღამოდი იყო რა. აი რაღაც არ იყო ისე რა, როგორც აი როგორი ენთუზიაზმით ბარსელონასთვის თამაშობდა, მიხვდებოდი ეგრევე რომ ეგრე არ იყო რა. აი აღარც ფული აინტერესებდა ალბათ არც თავისი სტატისტიკა არც ის. მოწყვიტეს კაცი თავის გუნდს და წაიყვანეს ხო გახიზმა გამოვიდა რა იმას ეგეთის რა მაგრამ ალბათ არა რა ძალა იყო ბარსასთვის მე ხო გამოჩნდა 3-4 წელი მეტიც რადონეზე მეტიც ხო იქიდან გამომდინარე რომ ანუ მიუხედავად იმისა რომ ეს ბარსა ძალიან კაი არის აი იამალი ხო კაია აი იამალს კიდე ბევრი წელი აქ წინ როგორი იქნება საბოლოოდ არ ვიცით მაგრამ ყველაზე იმედია ხო სწორ ბარსაში და ესპანეთის ნაკრებში რომ ну ამაზე მაგარი ვარ რა იმედია მბაპეს გზას არ გაიგვის რა რო დაფიქრდე მბაპეს ეს განული გზა რო გადახედო 18 წლის ასაკში მოგებული სოფლიო ჩემპიონატის მოგებული ქონდა უკვე ყველაფერი ქონდა რა ჩემპიონთა ლიგა დღემდე არა შესაბამისად 26 წლისა 27-ის ხდება მგონი 27 ხო 27-ის ხდება ეხლა 27 წლის ასაკში ანუ 10 წლის რო გაგიხედა და გეთქვა რომ მბაპეს არც ოქროს ბურთი ექნება არც ჩემპიონთა ლიგა მოგებული ვერ დაიჯერებდი რა მაგას და მაქედან გამომდინარე რაც ორი განვითარება უნდა მონახოს იამალს მაგრამ იამალის სწორად ილასაა და მგონია რომ ერთ-ერთ მგონია რომ ფლიკი აი ამ სეზონში აი ხარაც მოვა იმაში თუ არა იმის შემდეგში ტიტულის ყველა ვარიანტი გაიწევს რა იმიტომ რომ ლევანდოვსკიც ეხლა ჩემს ლევანდოვსკიც არ მაგარი სტრაიკერია ყველაფერი მაგრამ ნუ ჩანაცვლებელი ჭირდება ცალსახად იმიტომ რომ მაგუნს ახლა მიცაკლე არის ეგ აი რაფინია ჩემთვის ბოლომდე აი მოუხსნელი იმიტომ რომ ძალიან მაგარი სეზონი ქონდა შაშანდელიც ასთვისა ნორმალური ქონდა მაგრამ აი შემდეგ სეზონში რასნავს ვერ გაიგებ იმიტომ რომ აი ყველანაირი ის აქვს აი ჩემთვის ახლა არის რაღაც ნაწილში ნეიმარის თამაში გავს რაღაც ნაწილში რონალდინიოს თამაში და ოღონდ ნაწილში გულისხმობ რომ აი თავისი ის აქვს რა თავისი ხედვა აქვს რა რაც ამას ფეხბურთელს იდეალურად ქონდა თავის დროზე რა ნეიმარს უბრალოდ დისციპლინა ჩემი აზრით ბოლომდე აკლდა აკლდა ასევე რონალდინიოს და ამას შედარებით ის აქვს რა შევსებული აქვს იმიტომ ხა შენს გახსოვს რონალდინიო თუ არ გახსოვს გავიხსენოთ ესე ვთქვათ მილანში გადავიდა საერთოდ სხვანაირი იყო რა აი ბარსაში იყო რონალდინიოს საუკეთესო მილანში გაჩერდა რა ითამაშა რაღაც თამაშები ძალიან კარგად მაგრამ გაჩერდა რეალურად რა არა ალეგრის აქვს რას ინტერვიუში მოხდა მილანშიო სულ აგვიანებდა ვარჯიშზეო და სულ ეჭვებოდიო მაგასაც მის მენეჯერსო ჩვენ სპორტულ დირექტორსაც რომ რონალდინიო ვარჯიშებს აგვიანებს დაყიდეთ დროზე და რაღაცა და ერთხელო დროზე მოვიდა ვარჯიშზეო და მაგაზე ვაფშე გავგიჟდიო გავაგდე ვარჯიშიდანო და ერთო სპორტულ დირექტორს უთხარი რონალდინიო თავის დროზე მოვიდა ვარჯიშს და გავაგდეო რა თქენი ესო იმიტომ რომ პირდაპირ კლუბიდან მოვიდაო რა იქ ვიდეო და მაინც იძინებდა და მე აგვიანებდა და მაგით ეს ეგრევე კლუბიდან მოვიდა და გავაგდე აი თუნდაც ახლა კიჭა რონალდო რა რაღაც თამაშებს საერთოდ არ ვარჯიშობდა ხა ყველას ეგონა ეგ ლეგენდა იყო ხა თან მეგეონები ეგის პერიოდია როდესაც საქართველოში 10%-ს აქვს საშუალება რომ უყუროს თამაშებს დანარჩენი უყურებს ან კასეტებზე ან ახლობლთან ხო ანუ არ მაქვს ხო ანუ ხო და მე მახსოვს ჩემ პერიოდში იყო რომ არ ვარჯიშობსო და ყველა ამბობდა რომ ეს ჭორია მართლა არ ვარჯიშობდა იყო პერიოდი ხოლმე რომ რაღაც ესპანური მედია საერთოდ რა კავშირში ხოთთან არ არის გადაღებულს ნახავდა კლუბში მაგრამ მე რო უყურებ ვიდეოებს რაც მინახავს აი ძალიან ეგ არის ნიჭი აი ჩემს ეგ არის ნიჭი ეგ ხო საქართველოშიც გქონდა ეგ რაღაც დოგმა რომ თუ ნიჭიერი ხარ შენ მაგრა ატყუებ და მაგრა ურტყავ 90-იანის ფეხბურთი მთლიანად იყო ეგ იყო 90-იანის არა მარტო 2000-იანების დასაწყისით ხო ალბათ რო გამოიხედო ხო 2000-იანები და 2000-იანებში იყო რაც ეგ მომენტები რომ ეს кайფ ფეხბურთელია კარგად ატყუებს იდგეს წინ მიუვა ფურთი და მე ეგ გააკეთეს რა მე მაი ეგ აღარ არის მაგაზე მეშლავასწრანებები რომ აი რამდენი кайფ ფეხბურთელი ყავდა ნაკრების დონეზე საერთოდ ნაკრებამდე რომ მოვიდეთ იმიტომ რომ ზოგადად ამ ბიჭების წარმატება კვარასი მით უმეტეს იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დაამატა იმ ყველაფერს რაც გამოიარა რა და მე დარწმუნებული ვარ რომ ზურიკოს და მიქაუტაძე ზიზამენ და სხვაებიც კიდე იმიტომ რომ მართლა ისეთი თაობა მოდის რომელსაც აი უდიდესი მამარდა ლივერპულში მიდის მამარდა საერთოდ რა და თან ყველას ეგონა რომ ეხლა ტრამვა რა ქონდა აკიდებული ჩაუვარდება და პირიქით ბოლო თამაშები ვალენსიაში რომ ვალენსიამ შეინარჩუნა ადგილი გასავარდი ზონიდან რომ ამოვიდა
ნაწილობრივ მამარდას დამსახურება, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სევები აკეთა რა. ხო და აი მე როგორ შეგრძნება მქონდა, იცი რომ მანამდე რო ფეხბურთს უყურებდი, რომ აი ნიჭერები მართლა იყვნენ, მართლა მაგრა ატყუებდნენ, მართლა მაგარი დრიბლინგი ქონდა, ყველაფერი ქონდა, მაგრამ აი ყველაზე მთავარი ნაწილი არ ქონდა რა, აი წინ რომ მიდიოდნენ, ეგოისტურად უნდა დაერტყათ კარისგან. ან უნდა მოეტყუებინათ ისეთ მომენტში, რომ სადაც საჭირო არ იყო. თავისუფალ ფეხბურთელს რო ხედავდნენ, თანაგუნდელს არ აძლევდნენ რა. მარტო ხო ეგეც ხო ცხადია რომ არ არის ეგოიზმი რომ დამღუპველია ფეხბურთში მithumetes დღეს. ამას ემატება ის რომ ნიჭიერი როცა ხარ ყვარას აქვს ნათქვამი რომ რასაც გაცემ ფეხბურთისთვის იმას გიბრუნებს რა. შენ რო ძალიან ნიჭიერი ხარ, იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა იშოვო, შენ რო ძალიან ნიჭიერი ხარ და ამავდროულად ამას უმატებ დაუღალავ შრომას, იღები იმის შედეგს რაც მიიღო ყვარაცხელიამ რა. ნებისმიერი ფეხბურთელი ვინც ესე მიუდგება ფეხბურთს და მაქსიმალურად თავის პროფესიონალიზმს აჩვენებს, ეგ დაუბრუნდება რა. და ნათელი მაგალითი ყავს უკვე რა, ყვარაცხელია, მამარდაშვილი, რო გამოიხედო მართლა სულ მაგას ვიძახი. ჩემი თაობის ფეხბურთელები არიან და მომიწია მათთან გადაკვეთა თამაში. და იმ პერიოდში მართლა ვერ წარმოვიდგენით რომ ვიღაცა ლივერპულში გაიყიდებოდა 5 წელიწადში და ვიღაცა PSG-ში და ჩემპიონთა ლიგას ვერ წარმოვიდგენდი მაგას. იმიტომ რომ 2010-იან წლებში ყველაზე კარგი კლუბი რა შახტარის დონეცკი და მოსკოვის სპარტაკი გქონდა. პოლონეთს იყო კიდე რა. არა, იყვნენ აი ხო ეს ცუდად კი არ ვარ. არა, სხვა მომენტი არც იყო რა. ხო, აი ჩემი აზრით მიუხედავად იმ ნიჭისა რაც ბიჭებს ჰქონდა, მაინც რომ საშუალო დონე იგულისხმება რა, ეხლა პორტუგალია ჩემთვის შედარებით მაღალი დონეა. აი ეხლა ყვარასანამ ნაპოლიში გადავიდა და რო წასულიყო მაგალითად თუნდაც რო წასულ რივალში. კალიარიში ხო ვიამაყებთ ისედაც. ლევან ჭედლიძე იყო ემპოლიში ძალიან მაგარი და როგორ მიხაროდა მის გოლები და ნებისმიერი თამაში ემპოლიში რომელიც სულ ესე გავარდნასთან მერყეობდა მე ამაყებოდა და იამაყებოდა მთელ საქართველოს და ამ ბიჭებმა და ამ თაობამ შეცვალეს ყველაფერი რა ის რომ დღეს რო ყვარაცხელია ლიგის ფინალში არ გაიტანოს შეიძლება ჩვენ ყოფილო ვიყოთ რა ან ლიგის ნახევარფინალში ვერ გაიტანა და რაღაც ვერ ითამაშაო დაწეროს ვიღაცა სისულელია იმიტომ რომ შეცვალეს ყველაფერი და ეგ უნდა დავინახოთ რა უნდა მოვიხედოთ რომ საიდან სად მიგვიყვანეს ამ ადამიანებმა და საიდან რაზე გვაფიქრებენ რა რა გვაკმაყოფილებს დღეს და რა გვაკმაყოფილებდა მაშინ ყვარას გოლი პორტუგალიასთან თუ ყვარას გოლი ინტერთან ყვარას გოლი ისეთი პორტუგალიასთან ყვარას გოლი ისეთი ადგილიდან აქვს ნანახი ალბათ ეგ ყვარას გოლი პორტუგალიასთან იმიტომ რომ ზუსტად კართან ვიდექი და უცებ რაღაცას ვაკეთებ ტელეფონში მუშაობ მოკლედ რაღაცას ვტვირთავდი ჰიმს თუ რაღაცას ხო ეგრევე გავიდა იქ ეს რაღაცას ვაკეთებ და უცებ სტადიონმა რაღაც ექო გამოცა და ავიხედე ყვარა ერთ-ერთზე ძლივს გადავსკროლე ტელეფონი რომ გადაიღე დროზე მანდ ემოციები მქონდა ანუ არ მქონდა ემოცი მანდ მეგონა რომ მეთქი სიზმარში ვარ თქო რა ანუ ვერ წარმოვიდგინე სად ვარ სად ვიდექი ტელევიზორში ჩანვარ და ვიდეო მაქვს მას არ ვიღებ ეხა ეგ რო ტელევიზორში მაყურებინო ეგ გოლი და დღეს იგივე ემოციები განახო როგორ განვიცდი ხმა აღარ მექნება მარტო იქ ვდგავარ ეს სტადიონთან და 5 მეტრში თუ 10 მეტრში ყვარა იტანს გოლს პორტუგალიასთან და ემოცია არ მაქვს ვერ დავიჯერე მე მიქაუტაძის პენალზე უკვე მოვედი აზრზე სად ვიყავი რა ცოტა ვიფიქრებ თელი ტაიმი მე მეორე ტაიმის დარძეს და არა ეგ სასწაულია მარტო გოლზე არა ზოგადად ანუ მედიაში წერებოდა კიდევაც მახსოვს რომ ძლეველი პორტუგალია გავიგე რომ პორტუგალია რაღაც ნაწილში ცოტა გამოვიდა იმ ხო უმოტივაციათ მაგრამ პორტუგალია უმოტივაციო ზოგადად არ არსებობს რა ანუ თუ გუნდში არ არის სერიოზული რონალდოს გოლის გატანა ეხლა როგორ უნდა წარმოვიდგინე მე-5 თუ მე-6 ევროპაზე იტანდა გოლს ხო ანუ რეკორდზე მიდიოდა ჩვეულებრივად და კიდე იცი რა არის ცუდი მედია ახსენდა სოციალურ პლატფორმებსაც რო გადაგვეხედა ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისას რომ ხო ამ ხელა რაღაცას მივაღწიეთ ამ ხელა დიდ ტურნირზე ვითამაშეთ და ვთამაშობდით იმ პერიოდში ესეთი გაერთიანებული იყო ქვეყანა და ასე შემდეგ ნახულობდი კომენტარებს რომ სადაც აი ყვარაცხელიას უაზროდ აკრიტიკებდნენ უაზროდ მამარდაშვილს რატო ჩავიდა ანუ მე მაგალითად იმიდან დამაყი ვიყავი ის რომ თუნდაც მამარდაშვილი ჩავიდა იქ იმიტომ რომ მოგების ყურვილია თურქეთთან ხო ეგ ძალიან მაგარია არა ეგ
ხო, სულ რო დავეღუპეთ, რა, ნუ კი, კაი იქნებოდა და კაია რომ ვითამაშეთ პლეი-ოფი. მაგრამ ეგ უკვე მაგან აჩვენა, რომ ეს ბიჭები სხვაგან არიან რა. ანუ რეალურად არც არაფერს არ ცვლიდა მამარდას ჩასვლა იმის გარდა, რომ პირიქით ხელ შეუწყობდა რა გუნდს რაღაცა. და ამას დაემატა ის, რომ ესეთი ფეხბურთელების დაკომპლექტებული გუნდი შეცვალეს ყველაფერი. მაგრა ითამაშეს ძალიან ჩეხეთთან და მამარდაშვილმა როგორ ითამაშეს ჩეხეთთან და კიდე იყო რაღაც კომენტარები კვარასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებისთვის არა დარბის თუ რაღაცა ეგეთები და პორტუგალიასთან გამოვიდა და ანუ კი მაგრამ რა გააკეთა და ამან გოლი გაიტანა ასე შემდეგ როგორ ითამაშა გვახსოვს ყველას და როგორ აღნიშნა მე გაიქცა 3 მეტრი მივიდა ეგრევე რონალდოსთან თავის კუმირთან გადაეხვია რაღაც გაისაუბრა და წავიდა და მე მივიდა ისე რომ ხელა ის არის რა რომ აი ეთამაშები პორტუგალიას გაგაქვს გოლი და შენ კუმირს ეთამაშებ ფიქრობ იმას რომ გოლი გაიტანე თან ახლა ეთამაშები იმ გუნდს რომელშიც ფეხბურთელი გევასება თან ბავშვობიდან უყურებ ორი საფიქრალში ხარ რა ქვეყნეს ანუ ამ შემთხვევაში ნაკრები გაკავს წინ და პლუს გაქვს შანსი ის რომ რონალდოს ნახო აი მე ხა მაგალითად ფეხბურთელი ყოფილიყავი და თან ეხლა მესია ის არგენტინასთან რომ ეთამაშა და მესი გოლი გამეტანა და მესი დამენახა აი დავფიქრებოდი გოლი უფრო გამიხარდა თუ მესის დანახვა მიუხედავად იმისა რა თქმა უნდა გოლი გამიხარდებოდა მაგრამ და ამას დავუმატე ის რომ არ გარბი ხარ ეს სასტვენი საფინალო სასტვენის შემდეგ არ გარბი ხარ კი რაღაც თავიდან ემოცია აქვს ეგრევე ჩერდება პაუზდება და მიდის რონალდოსთან აი მაგასაც რამხელა პიროვნება აი რამხელა მოთმინება უნდა რომ ბაპე სურათიცაა რომ ესე გარბის რონალდოს წინ რომ ისიც რონალდოს კუმირი იყო ბაპე ხა რონალდოსთვის და როგორ აღნიშნა მაგაზე მე ვიდეოების იდებოდა რა განსხვავება ამ ბაპესა და კვარაშვილის თუნდაც რა იმისთვის რას ნიშნავს ეს და ამისთვის რას ნიშნავს ეს პატივისცემა მაინც არ უნდა დაკარგო არასდროს რა და ბოლოს რას ურჩევ ჩვენ მაყურებელს გამოიწერეთ ეს არხი და აიკეთ ეს ვიდეო გონი ბევრი რაღაც ვილაპარაკეთ და საინტერესოდ მადლობა შენი მოწვევისთვის წარმატებები ქართულ ფეხბურთს რას თავარია და იმ ფეხბურთელებს რომელმაც ესე გაგვანებიუროს და ესეთი სიამოვნება მოგვანიჭეს და კი დარწმუნებული ვარ ბევრი იქნება ესეთი და ბევრი კარგი ფეხბურთელი წამოა და ამას ისიც მეტყოლებს რომ ეს ბიჭები ამ ბიჭების ესეთი ასე თქვა წინსვლა მე ამ თაობაზე როგორ მოქმედებს რა დიდი მადლობა ცოტნე მოკლედ ჩვენ დღეს ჩვენ პესაჟზე ვისაუბრეთ და არა მხოლოდ პესაჟზე რა თქმა უნდა ქართველებს წარმატებოდა პირველ რიგში კვარასი და მე კიდე იმას შეგახსენებ თქვენ რომ ჩვენი გადაცემა Click Production-ში იწერება და რეალურად ვინმეს თუ სურვილი გაქვთ რომ პოდკასტ ჩაწეროთ მაგალითად ფოტო გადაღება გაკეთოთ და ასე შემდეგ კიდე ბევრი საშუალება არსებობს აქ რაც ბიჭებს ნამდვილად კარგი ხალხი შეგიძლიათ მოხვიდეთ კომენტარებში იქნება მათი საკონტაქტო და მოკლედ დაუკავშირდეთ რა მადლობა კიდევ ერთხელ ცოტნე შენ და ჩვენ შემდეგ გუნდს დაველოდებით დიდი ალბათობით მანჩესტერი იქნება და გავიგებთ ჩვენ მანჩესტერს რატო აქვს ესეთი დაღმასვლა და ესეთან ესე ჩამოდიხარ ეგრევე მიწევს ან ძალიან ყველაზე რთული მომენტიც რა არის სანამ გავალ ბოლოში და დავამთავრებთ რომ დათანხმება იყო ძალიან რთული მანჩესტერის ფანს იმიტომ რომ აი როგორი მომენტია ეს დაახლოებით რომ გუნდის ახლოს არ ვიტყვი, მაგრამ დაახლოებით ვხვდები, რომ ყოველთვის გულშემატკივრობ ერთ და იგივე გუნდს და გადიხარ ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე, საკვალიფიკაციოზე და წინ ვერ მიდიხარ. აი, თლად დაახლოებით ეგეთ შეგრძნება ჩემს ხა მანჩესტერი, რა. გამოდიხარ პრემიერ ლიგაში, გინდა რომ ხუთეულში შეხვიდე, ვერ შედიხარ, ხუთეულში კი არა, ამის გავარდნენ. მეორე მომენტია, გაქვს შანსი რომ ჩემპიონთა ლიგაზე გახვიდე, ვერ გადიხარ, ევროპა ლიგაზე გადიხარ და ტოტენჰემის ფანის რომ მოვა მე ვისაუბროთ რომ რანაირად მოახერხეს ეს საერთოდ რომ მოუგეს ან ცოტა რთულია რა ჩემი აზრით რაღაც აი წევლასავით არის წინაზე ვაბობდი რომ კეინს ქონდა წევლა კეინი გუნდიდან წავიდა და მოიგეს რა აი აქ ეგ წევლა ვინ არის ჯერ ვერ გავიგე რა იმიტომ რომ გუნდი მთლიანად გამოიცალა მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ აკეთებენ რა და ძალიან გულწრფელია იმიტომ რომ მე მახსოვს რომ თუნდაც აი მოგების პერიოდი როდესაც თასი მოიგეს ჩემპიონთა ლიგაზე თუნდაც ის მომენტი რომ ბარსასთან რო წააგეს, ყოველთვის კაი გუნდი იყო. ხო, აი რონალდო მახსნა მან ყველაზე კარგად რომ სანამ მენეჯმენტი და ეს რაღაც ეს ბორდი თავარი სტაფი არ შეიცვლება, ეს გუნდი ვერაფერს ვერ მოიგებს და მართლდება ამ კაცის სიტყვები. შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ გადაცემაში.